საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენთან იმყოფება ეთერში აკადემიკოსი ქალბატონი თინა თოფურია. მოგესალმებით ქალბატონო თინა და ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზავნით გადაცემაში. ბევრი შეკითხვებია საზოგადოებისგან და პირველ რიგში ჩვენი მთავარი თემაა მაინც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის თემაზე ეს გვაინტერესებს თქვენ აქ ძალიან ჩართული ხართ ამ პროცესში. და ასევე ჩვენ შემდეგ უნდა დავსვათ კითხვები აცრებზე, ბავშვთა აცრებზე გვეკითხებიან, სავალდებულო აცრებზე, პაპილომავირუსზე და არის კიდევ სხვა შეკითხვები და ალბათ ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება. მოკლედ მოდით დავიწყოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან საქართველოს როგორ აპირებს გამოსვლას თქვენაირ ასე როგორ მიდის ეს საქმე და რა პროცედურებია გასავლელი. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე სულ ვაპირებდი ამ თემაზე გაკეთებას, მაგრამ იცით თქვენ რომ ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, კოსმეტიკური უფრო სწორად ეკრანზე ვერ ჩდებოდი და დღეს უკვე პირველი რაც თქვენთან მოვედი, თქვენი მოწვევა მივიღე. დიდი მადლობა. და მინდა გავცე პასუხი მსმენელებს იმ თემებზე, რომლებიც დაგროვდა დღეისათვის და რაზეც არის დიდი პოლემიკა ეს სოციალურ ქსელებში, რასაც ხედავ. და რაზეც მირეკავს ძალიან ბევრი და მომმართავს. ჯერ ერთი მინდა დავიწყო იქიდან, რომ რაღაც ამ ბოლო დროს დიდი კამპანია დაიწყო Facebook-ში ჩემ წინააღმდეგ, ალბათ ნახეთ. მაბრალებენ რაღაცა რომ მე ვაქსერი გავხდი, ვაქსერების დედოფალი და ასე შემდეგ. რაღაც, ეს არის ხელოვნურად გამოფული ყველაფერი. მე უბრალოდ ვცადე ახსნა რა კიბოს ვაქცინაზე არის ლაპარაკი და აქაც მინდა ახლა გამოვიყენო ეს თქვენი ეთერი და აუხსნა მსმენელებს რაშია საქმე. რისი მომხრევარ და რისი მოწინააღმდეგე. ხა თქვენ იცით რომ დიდი ხანია მე თანამშრომლობ კენედის, რობერტ კენედი უმცროსის ჯგუფთან. ეს არის მთელ მსოფლიოში ფესვგადგმული ჯგუფი, მაგრამ არ არიან ანტივაქსერები, როგორც ეს პირდაპირ გაგებით არავინ არ უარყოფს იმ დამსახურებას, რაც ჰქონდა ვაქცინაციას თავის დროზე და რაც თქვათ შეიძლება იყოს აფრიკის და რაღაც განუვითარებელ ქვეყნებში, მეტნაკლებად პოზიტიური. სხვა სიტუაცია არის ჩვენთან, ჩვენ ქვეყანაში აბსოლუტურად, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ეხლა მე მინდა ვთქვა იმ კიბოს ვაქცინაზე რა ხდება. ეხლა ის კიბოს ვაქცინა, რასაც აანონსებენ, უკვე ის არის სულ სხვა რამე. იმისი მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. და როდესაც დამთავრდა პანდემია, COVID-ის პანდემია, მაშინვე იყო მოდერნამ და ფაიზერმა გამოაცხადეს მაშინვე, რომ ჩვენო ხა ნუგეშინიათ, კიბო კი გაჩდაო, ტურბო კიბო როცა გაჩდა ვაქცინებისგან, COVID ვაქცინებს გულისხმობ, მაშინვე გამოაცხადეს ჩვენო ახლა შევხნითო წამლებსო და ვაქცინებსო კიბოს საწინააღმდეგოსო. და მაშინ იყო რომ მე თინა გოცაძე და ნონა აბგომელაშვილი პირველები მაშინვე გამოვედით, ეს იყო დაახლოებით წინახევრის წინ და მაშინვე ვთქვით რომ არანაირი კიბოს ვაქცინა არ შეიძლება არსებობდეს, იმიტომ თვითონ თუნდაც იმიტომ ბატონოდათო რომ ყველა კიბოს აქვს თავისი სტრუქტურა, ყველა ორგანოში სხვადასხვა კიბო აქვს. რანაირად გააკეთება ხა ისეთ ვაქცინას, რომელიც იქნება ყველა კიბოს საწინააღმდეგო. ეგეთი რამე არ არსებობს. ისევე როგორც თქვა არ არსებობს ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინა. კი, გამოიგონეს და აკეთებენ ვითომ არა, ეს არის აფიორა. არის ფულის კეთება. და ეხლა როცა აანონსებენ და ეხლა ხაკაძეც იყო გამოსული იმ დღეს, ამბობდა რომ კარგი ეს არის, მალე შემოგთავაზებთ, მოდერნამაც წამოყო თავი და უნდათ რომ შემოგთავაზო. ამას ვერაფრით ვერ გააკეთებენ ნაზალადებად და ეს არის აფიორა აბსოლუტური. პირველი მე დავდგები ისევ ამის წინააღმდეგ და არავითარ შემთხვევაში ამაზე არც იფიქროთ. სულ სხვა რამეა, რაზეც მე ვლაპარაკობ რომ მომწონს. ეს არის კვლევა, რომელიც უნდა გაგრძელდეს, ეს ეხება იმ ნაადრევ დიაგნოსტიკას, ეს ფაქტიურად მეთოდოლოგია არის, რაც ტრამპმა გამოაცხადა რომ ვაფინანსებო იაპონელებთან ერთად. ის არის მეთოდოლოგია და არა ვაქცინა და არა წამალი. ეს არის ძალიან ნაადრევ სტადიაზე. უნდათ რომ შეძლონ გამოიკვლიონ ორგანიზმში არის თუ არა კიბოს უკვე დაწყებული, სანამ ის ორგანოში ესე ვთქვათ ჩაიბუდებს, უხეშად რო ვთქვათ ესე გადატანით მნიშვნელობით და სანამ ის ჯერ კიდევ მოძრავ მდგომარეობაში ჩამოყალიბების პროცესშია. და ამ შემთხვევაში გადაკეთება უკვე მისი გენური ინჟინერია. ეს ვაქცინადი წამალი კი არა, გენური ინჟინერიაა. და RNA ვაქცინები რატომ მიაბეს ხა სიტყვა RNA ამას, იმიტომ რომ თვითონ RNA ტექნოლოგია ანუ ეს არის კიდე კაშპერკის 9-ს ეძახიან. ბევრს ვინც ყურადღებას აქცევდა ამას, ახსოვს ეს.
რაც არის. ეს არის გენის რედაქტირება. ანუ თუ მემკვიდრეობაში გაქვს რაღაცა გენი და უკვე დაგეწყო რაღაცა სისხლში და გაქეჭვი, შეძლებ რომ მიმართო ინდივიდუალურად შენ აგიღებენ სისხლს და თუ დაადგენენ რომ გაქვს ეს უკვე დაწყებული, შენი სისხლიდან გააკეთებენ შენთვის წამოს, მაგრამ ის სხვას არ გამოადგება, მარტო შენია. და იმას შევიყვანენ, აი როგორც სისხლს რო იღებენ, გაწმენდნენ და შეყავთ, ხო? აი დაახლოებით რომ ნახოთ. ხო და ვისაც მოუნდება და ძალიან ძვირია. პრაქტიკულად ეს ნახევრად მზად არის. მაგრამ იმ სტადიებზე ჯერ ვერ გავიდნენ, რომელიც უნდათ რომ გავიდნენ და თუ მე ამას ვამბობ, რომ თუ ეს გაკეთდა, სუდი არ იქნება, რითი იქნება სუდი ქიმიოთერაპიას და რაღაცა სხვა უშველეს. და რუსეთმა დადო მონაცემები, რომ უკვე გამოიყენება, მაგრამ ძვირია. და უკეთებათ, რა თქმა უნდა, ელიტარულ ერთეულებს. და როცა გეცოდინება, რომ თუ რაღაცა დაგემართა და ესეთი რამე არსებობს, თუ კი უკვე შვილი აღარ უნდა გააჩინო და უკვე თქვა ჩემ ასაკში ადამიანი ან რაღაცა ასაკში არის და იცის რომ მას ქონდა, მშობლებს ქონდა თქვა რაღაცა სიმსივნე, ხო? იმას შეუძლია გამოიკვლიოს თუ ფინანსურად გაწუდება, რა თქმა უნდა. და წყნარად იყოს, იმას უკვე ხო გეუბნებთ, გამრავლება უკვე აღარ უნდა, შვილების ყოლა არ უნდა, ანუ მისი გენის შეცვლა უკვე აღარ არის საშიში, ასე ვთქვათ. და თუ მოუნდება, ამას შეუკვეთავს, ამაზე ლაპარაკი. და არა იმაზე, რომ ყიბოს ვაქცინა, რომელიც ყველას გაუკეთდება. და ის რასაც გაგვთავაზობენ, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად ნონსენსი. ნუ რა ვიცი, მე მგონი გამომარტე, მაგრამ რომ დავწერე და რომ ვილაპარაკე ამაზე, ბევრმა ვერ გაიგო და აყვნენ ვიღაცა ავანტურისტების კომენტარებს. მაგრამ ერთი რამე ხდება ძალიან საინტერესო ბატონო, როგორც კი იწყება პაპილომა ვირუსის აცრის გააქტიურება ქვეყანაში და როგორც კი მე ამაზე ხმას ვიღებ და მე ამაზე ხმას ვიღებ 2017 წლიდან და მარტო მე ვიღებ სამწუხაროდ. ერთი-ორი ადამიანი ესე გაყრით უიტყვის ხოლმე რაღაცას. ერთხელ თუ ორჯერ კობა კუპრაშვილს ჰქონდა ამაზე საუბარი დიდი ხნის წინ და ნუ აქ ისევ ჩვენ ჩემ კოლეგებს იგივე ნონას და იგივე ქალბატონ თინას. მეტით დანარჩენები ვითომ ვერ იმჩნევენ, თუმცა იციან კარგად, იმიტომ რომ პუბლიკაციების ჰქონდა მე ამაზე. ჟურნალშიც ჰქონდა, გაზეთშიც ჰქონდა და სატელევიზიო ბევრ გადაცემაში ჰქონდა ამაზე საუბარი. მაგრამ ძალიან დიდი პროპაგანდა მიდის. და როგორც კი ახლა გააქტიურდა ეს თემა, ისევ ჩემზე წამოვიდა დარტყმა. Facebook-ში, სოციალურ ქსელებში. ანუ ჩვენ რიგებშიც, ასე ვთქვათ, ანტივაქსერების რიგებშიც არიან ადამიანები, რომლებმაც დაიმსახურეს ხალხი ნდობა, ბევრი ხალხი უყურებს, უსმენს, ენდობა და აი მათგან წამოვიდა რაღაცა ჩემს მიმართ ისეთი აგრესია, რამაც ბევრ რამეში დამაეჭვა ამ ადამიანების მიმართ. ანუ ყველგან არის ესეთი შემოგდებული ადამიანები. და რა მინდა გითხრათ? ეს ყველაფერი გავრცელდა კიდევ ერთ რამეზე, რაზეც ძირითადად სალაპარაკოთ მე მოვედი, ეს ესე ვთქვათ შესავალივით იყო, სანამ შემოგვიერთებთ მსმენელები. ეს გავრცელდება, ახლა ეს დაპირისპირება და ეს ინტრიგები ვრცელდება ჯანმუდან გამოსვლის თემაზეც. ხო. აი ეს ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაცია, მეგონი მინიმუმ 1 წელი მაინც უნდა განცხადებინა, ხო? კი, 1 წელი უნდა და ნუ გამოხვალ თუ ვერა, ეგეც საკითხავია. ახლა საქმე რაშია, მე მინდა თავიდან დავიწყო. ამაზე ლაპარაკი იყო ჯერ კიდევ პანდემიის დროს და დამთავრების მერეც, მე კარგად შევისწავლე ეს საკითხი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრ ქვეყანას უნდა გასვლა პანდემიის მწარე გამოცდილების შედეგად, როცა მან დიქტატი დაამყარა ფაქტიურად ყველა ქვეყანაში, ბევრ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში და ძალიან დიდი მადა გაიხსნა ამის მერე და ბევრმა გააკეთა მცდელობა, რომ გამოსულიყო, მაგრამ ისეთი ჩახუჭუჭებული არის მათი დებულება, რომ ვერ გამოდიან. შეუძლებელი იყო რომ შევისწავლეთ ბევრ ქვეყანასთან მაქვს მე ურთიერთობა და ვეკონტაქტებოდი, ანუ ჩემი ისე არ არის. ანუ იმათ იურისტებთან მქონდა, იმათ ექიმებთან მქონდა ურთიერთობა. და იქ არის ერთადერთი როგორ არის, ყველა საერთოდ ყველა წესდებაში, დებულებაში, ხელშეკრულებაში არის მისი დაშლის პირობებიც, არა? იქიდან გამოსვლის პირობები, ანუ ნებისმიერი კონტრაქტის დაშლა, გასაჩივრება, გამოსვლა, გაწყვეტა, შეწყვეტა არის ხოლმე გათვალისწინებული, ხო ესეა? აქ არ არის, საერთოდ არ არის აქ პუნქტი და ძალიან განკვრი წერია. ამას დაარქვეს საკანონმდებლო ჯანმოს რებუსი იურისტებმა. რატო რებუსი? იმიტომ რომ გაუგებარია რას ნიშნავს ესეთი ფრაზა, რომ შესაძლებელია საკითხის დაყენება იმ შემთხვევაში, თუ გარემოება შეიცვალა. ეხლა რა გარემოებაზეა ლაპარაკი? ნუ ალბათ პოლიტიკურზე, მაგრამ დაზუსტებული არ არის.
და ვინ უნდა დაადგინოს, რომ გარემოება შეიცვალა. და ამდენად, მაშინ ცდელობას აღარ გაუკეთებია არავის, ეს იყო ეჭლების წინ. ეხლა ტრამპმა გააკეთა ძალიან ესეთი სულა რისკიანი, ვთქვათ ესეთი, ხო, რადიკალური და განაცხადა, რომ გამოდის იქიდან. ესე იგი, რაღაცა ეთყობა მოარგეს მისმა იურისტებმა აი ამ გარემოების შესვლას და ხა გარემოება ნამდვილად შეცვლილია. როგორც ეკოლოგიის მხრივ, ესე პოლიტიკურად და ნუ ყველანაირად მიდის სოფლიოს ხანაირი გადანაწილება, ხო? და დისკრედიტაცია მოხდა თავისი დრო მოჭამა ამ ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციამ და გადაიქცა უკვე პოლიტიზირებულ რაღაცა, როგორც ამერიკელები უწოდებენ აი პოლიტიკოსები ტერორისტულ ორგანიზაციად, ხო? და მაგრამ რჩება ერთი დათქმა ესეთი, რომ აი ამ შეტანიდან ის ერთი წელიწადი მაინც უნდა გავიდეს. და მხოლოდ შემდეგ არის გამოსვლა შესაძლებელი და მანამდე ყველა ვალდებულება იმარჩუნებს ქვეყანა, რომელიც არის მისი წევრი. ესე იგი, ტრამპმა თუ შეიტანა იანვარში 25 წლის, მას მოუწევს შესაძლებლობა ამისი დროის მიხედვით იქნება 2026 წლის იანვრის ბოლო, ხო? საუკეთესო შემთხვევაში. მაგრამ და ჩვენ გვინდა რომ მივმართოთ ჩვენ მთავრობას, რომელსაც არასოდეს არ ცალია ასეთი საკითხებისთვის, მიმართოთ რომ მანაც მიბაძოს ამერიკას, ბევრმა ქვეყანამ მიბაძა უკვე და აპირებენ, ზოგმა უკვე დაწერა განცხადება, ზოგი აპირებს და განაცხადეს რომ აპირებენ ამას. ნუ ჩვენები რა თქმა უნდა ახლა არ ცალიათ მაგისთვის, არიან სულ ამ ოპოზიციასთან ჭიდილში და რაღაცების მტკიცებაში, მაგრამ მე ეჭვი მაქვს რომ აპირებენ დარჩენას და არ აპირებენ არანაირად გამოსვლას, იმიტომ რომ ჯანმო ბევრ პროგრამებს უფინანსებს მათ პირდება ყოველ შემთხვევაში და ნუ ფულს სადაც ელოდებიან, იქ რა თქმა უნდა ჩვენები ხალხზე ნაკლებად იფიქრებენ, ესე ვთქვა და გარდა ამისა, ის მინისტრი, რომელიც არის დღეს ჯანმრთელობის, მე როგორც ვხედავ, ძალიან კარგად არის ჯანმოსთან განწყობილი და ჯანმოს წარმომადგენლების და პანდემიის ესე ვთქვათ, COVID ფაშისტებს, ვისაც ვეძახით, მე და თქვენ და ჩვენიანები, ისინი ყველანი ძალიან კარგად არიან და შევიწროვებულები ვართ ისევ ჩვენ, ვინც ვიბრძოდით ამის წინააღმდეგ. ყველანაირად შეგვავიწროვეს, ისე როგორც COVID-ის დროსაც არ იყო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ემზადებიან აი ამისათვის. ანუ თქვენ თვლით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და კენედი მოვიდნენ ხელისუფლებაში ამ ყველაზე დიდი სახელმწიფოს ხელისუფლებაში, ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაცია ამას ყურადღებას არ მიაქცევს და თავის ისევ იმსაქმიანობას გააგრძელებს. ზეგავლენას ვერ მოახდენს ეს ახალი. როგორ ვერ მოახდენს? რამდენად საშიში იქნება კიდევ? აი ეს არის საინტერესო გვინდა რომ აი ხლა აგიხსნით მაგას. ახლა საქმე რაშია ნახეთ. ყველას კარგად გვახსოვს რომ აპრილის ბოლოს შედგა ჟენევაში ჯანმოს 77 სამიტი და ყველა ყურადღებით უყურებდით ამას. მაშინ მონაწილეობდი, ჩვენს გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება ბევრმა ჩვენიანმა და მიმართეთ ჩვენ მაშინ მთავრობას, რომ ამ სამიტზე არ მოეწერათ ხელი ახალი ხელშეკრულებისათვის, ხო? და გავაგზავნეთ, ახლა ერთი არასა ტელევიზიით ვაკეთებ და პრესი და მეორე არასაც ვაკეთებ წერილობით, უკვე პირდაპირ, როცა მიმართავთ ხოლმე მთავრობას, ამ პარლამენტს, ან ოცნებას, ამ შემთხვევაში ყველას მიმართეთ ჩვენ სახელმწიფოს მეთაურებს, ნუ ვინც არიან სათავეში და ყველას ვთხოვდით იმას, რომ არ მოეწერათ ხელი ამ დოკუმენტებზე. მაგრამ რა მოხდა, ნახეთ, ეს იყო ესე იგი აპრილის თვე, სანამ წავიდოდნენ ისინი და უთხარით კიდევაც, რომ თუ კი წახვალთ და ვინმე მოაწერს ხელს, ქართველიერი რომ აიგებს რაზე აწერთ ხელს და რისთვის გვწირავთ, ლინჩის წესით გაგასამართლებთ მეთქი. ვერის არ დაჭირდება სასამართლო. და ძალიან ეშმაკურად მოიქცენ ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი არ ჩავიდა არც გახსნაზე, არ იყო არც დახურვაზე და არავითარ ხელმოწერას არ ესწრებოდა. და გადააბარეს ჩვენი ესე იგი უფლებები გადააბარეს ბელგიას. და ბელგიამ რა გააკეთა იქ ჩვენს მაგივრად, ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ მოვითხოვეთ ამის დოკუმენტი. სხვა შორის აი ახალგუკავასაც ვთხოვეთ მაშინ და რამდენიმე იურისტს რომ თავისი პოლიტიკური ორგანიზაციებით მიემართათ, არც ერთზე პასუხი ვერ მივიღეთ პასუხი. მაგრამ ჩვენ წერილზე მივიღეთ სამაგიეროდ პასუხი, რომ მარტო ჯანდაცვის სამინისტროდან მოვიდა პასუხი ივლისის თვეში, ნახეთ,
1 მაისს დამთავრდა სამიტი. აპრილში გავაგზავნეთ ჩვენი მოთხოვნა, გაფრთხილება და ივლისის შუა რიცხვებში მოგვდის წერილი ჯანდაცვიდან. სადაც ჯანდაცვა წერს, რომ ჯანმო არის არაჩვეულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს მსოფლიოში მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და რომ აი ამ ხელშეკრულებაში არაფერი არ არის საგანგაშო, რაც სუვერენიტეტს მოასწრება, ქვეყნის სუვერენიტეტს შელახავს, რაზეც ქონდა ჩვენ აქცენტი. მაგრამ საინტერესო რა არის, რომ 1 მაისს დამთავრდა სამიტი, ხო? და სამიტზე ეს ხელშეკრულება საერთოდ ჩავარდა. რატომ? იმიტომ რომ 190-მა ქვეყანამ თქვა უარი იმ მიზეზით, რომ ეს არის დიქტატურის ჩამოყალიბების დამყარების საფუძველი ეს დოკუმენტი და რომ ის არღვევს ქვეყნების სუვერენიტეტს. ომიციური ძალაუფლების აღებას ცდილობდა ხელში. ცდილობდა ერთია და სიტყვა სუვერენიტეტი, რომელსაც ჩვენ მოვწერეს, რომ არ არღვევს სუვერენიტეტს, ჩვენი ჯანდაცვის მესვეურების გაგებით. თელმა მსოფლიომ აღიარა და უარი თქვა, იმიტომ რომ ზუსტად სუვერენიტეტს არღვევს. ანუ მე არაფერი არ მომჩვენებია და ჩვენი იურისტებს, ხო? ასე რომ განწყობა, რაც შეეხება განწყობას ჩვენი სახელმწიფოსი და იგივე აი ახლა თქვენ როდის უნდა შეიტანოთ? მე ვიცი რომ ხელმოწერებს აგროვებთ. აი ახლა ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ახლა. გვინდა სასწრაფოდ შევიტანოთ, იმიტომ რომ აღიხსნით ახლა რატო ვშქარობთ. აი ეს არის ბლანკი, მეგობრებო. ესეთი ბლანკია. და ზოგიერთმა ჩვენმა, ესე იგი ანტივაქსერმა, ანუ ჩვენმა მეგობრებმა იყადრეს ესეთი რამ. არ მინდა დავასახელო, მაგრამ შემდეგში ალბათ დავასახელებ მაინც. ჯერ კიდევ თავს ვიყავებ. დაწერეს ესეთი რამ. მოუწოდებენ თავიანთ მეგობრებს და თავიანთ მსმენელებს და მაყურებლებს და მკითხველებს, რომ არ მოაწერონ ამას ხელი. მიზეზი? აი, მიზეზს ვერ გეტყვით. ზოგიერთი წერს, რომ ერთმა დაწერა, რომ რა იცით, რაში გამოიყენებენ. აი, გარკვევი წერია, აი კიდევ ერთხელ შეიძლება დიდი იმითი ვაჩვენოთ. გარკვევი წერია, სათაურია, ეს არის პეტიცია. პარლამენტში აღებული ბლანკებია, რომელიც მიდის პარლამენტში ეს. ის რაც ადრე მე გავაკეთე, ის არ იყო საპარლამენტო, ის იყო მთავრობაზე. ამიტომ პარლამენტის ბლანკები არ იყო საჭირო. მე სამჯერ გავაკეთე პეტიცია. და მინდა გითხრათ, რომ პირველი პეტიცია იყო, რომ სავალდებულო არ ყოფილიყო აზრები და ამან იმუშავა და გაჭრა. მეორე პეტიცია იყო, რომ ხელი არ მოეწერა და ფაქტია, რომ არ მოაწერეს. და ეს არის მესამე იყო, რომელზეც არ შეგროვდა, აი ჯანმოს თემაზე იყო და უბრალოდ არ შეგროვდა ხელმოწერები, თუ წინასაარჩევნო სიტუაცია იყო და რაღაც აერიათ რა იყო საარჩევნო რა არა და ვიღაცამ დამაბრალვა, რომ ვითომე პოლიტიკოსობა მინდა და ამიტომ ვაგროვებდი და მოუწოდეს რომ არ მოაწერო თუ და ნუ არ შედგა მაშინ, თუმცა ხარ კოინციდენტად უნდა თუ ჯერ ერთი ასაკის მიხედვით, ჯანმრთელობის მიხედვით და საერთოდ რამიდა პოლიტიკაში. ვერც ვერ ყვევი, არც ვაპირებ და ღმერთმა დამიფაროს. და აი გარკვევი წერია, წაიკითხეთ თქვენ თვითონ რა წერია. არაფერი რა წერია, ეს სათაური? სათაური ხო? მოქალაქეების პეტიცია საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის მოთხოვნის შესახებ. რაში შეიძლება? სახელი გვარი მისამართი ტელეფონის ნომერი. რა შეიძლება? საქართველოს პარლამენტს. აი რა შეიძლება გამოვიტანო გარკვევი წერია აი აქ და ვიღაცები წერენ რომ სათაური არ აწერია. არც უნდა გიგოთ ხო? მე ახლა მაგის გამოცდილება მაქვს პოლიტიკაშიც იგივე ხდება ხოლმე, როდესაც რაღაც ინიციატივით გამოდიხარ, უკვე აქ იწყება რაღაცა შურიანობა, როდესაც თქვენ სხვაზე მეტად აქტიურობთ და ადამიანი პოპულარული ხდება, იწყება შურიანობა და რაღაცა მსგავსი. აი ეს არის ძალიან ცუდი სენი სხვათა შორის ჩვენში და სანამ ამას არ აღმოვფრით და არ ამოვიღებთ გულიდან ყოველი ქართველი, ვერც ერთი საკითხი წესრიგით ვერ გადაწყდება. აი ახლა მე მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ წერთ და პლუსებს როსვამთ, რომ მინდა ჯამოდა გამოსვლა, გეთანხმებით. მეტი არ უნდა დამეთანხმოთ. აი ეს უნდა შეავსოთ და შემდეგ მოგვაწოდოთ. რამდენიმე დღე არის დარჩენილი, ერთ კვირაში უკვე უნდა შევიდეს ეს, იმიტომ რომ დროში ვიწვევით. აბათეთ ერთი ესეთი შეკითხვა შემოსული, სად შეიძლება მოვაწეროთ ხელიო? სად მოვიდეთ? ელექტრონულად ხო? თქვენ არა, ელექტრონულად ვერ ეწერება ეს. ეს არის დევს, ჩემ გვერდზეც დევს.
რამდენიმე გვერდზე, ჩემ გვერდზე შევიდნენ და კიდე დავდებ. ხო, ელექტრონულად შეავსონეთ თქვენთან. არა, ამობეჭდონ უნდა, არა. უნდა ამობეჭდონ. ქსეროქსი ამოიღონ? უნდა ამოიღონ, ხო, და მე შეავსონ. მე სად გადმოგცემ თქვენ? მე დამიკავშირდნენ Facebook-ში და ვეთქვი სად მომიტანონ. ტელეფონს ვეთქვი სად მოიტანონ. ხო, რამდენიმე ადამიანი ვართ, ვისთან შეიძლება ამის მოტანა. რამდენიმე ეკლესიაში არის დარიგებული. და რამდენიმე გამოაგზავნა ემიგრანტები ესე აგზავნიან მაგალითად ესე ავსებენ ხელს აწერენ და შეავსებენ მოაწერენ ხელს და მე ფოტოს იღებენ და აგზავნიან. ეხლა ესევე მოდის აჭარიდან, გორიიდან, რადგან ესეთი ის მოხდა ახლა უკვე ფიზიკურად ვერ გვაწვრიან და ამიტომ დაშვებული გახდა ესეთი ფორმა. ეხლა რატო ვჩქარავთ ბატონო დავით? ეხლა რა ხდება ნახეთ ტრამპს ყავს კენედი გვერდზე, რომელიც გარკვეულია ამაში და ამის ყველაფრის ავტორი და ორგანიზატორია ეს მისიის არის, თან იურისტია ძალიან მაღალი დონის და მას არ ეშლება. და მათ ტრამპმა გარდა იმისა, რომ გააგზავნა მოთხოვნა გამოსვლაზე, იმაში ჯანმოში, გააგზავნა კიდევ მეორე დოკუმენტი და რა არის ეს მეორე დოკუმენტი, რაც აუცილებლად უნდა გააგზავნონ ჩვენებმაც. ეს არის უარის თქმა იმ რეზოლუციაზე, რომელიც 77-3-ზე ჟენევაში იქნა მიღებული. ანუ ავახსნი ახლა რა ხდება. ჩავარდა ახალი პანდემიური ხელშეკრულება, რომელიც სუვერენიტეტს არღვევდა, მაგრამ მიიღეს სხვა, რომელსაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა. სხვა ეს არის არსებული დოკუმენტი, ახალი არ მიუღიათ, მაგრამ მიიღეს იქ შესწორებები და არის სადღაც 60-მდე შესწორება მიღებული. და ამ შესწორებებში არის შეპარებული ის, რაც უარყვეს იმ დიდი ჩავარდნილი დოკუმენტით. ანუ ყველაფერი გაითვალისწინეს წინასწარ. ძალიან ეშმაკები არიან და ძალიან ჭკვიანები არიან. მაგრამ ამას ძალიან ცოტა ვინმე ახსენებს ყურადღებაზე და ამიჯერეთ ახლა ჩემსავი და რამდენიმე ადამიანივე ჩაკირკიტებულად საქართველოში ამას არავინ არ უყურებს. და მსოფლიოშიც ერთეულები უყურებენ და ერთეულები ვერ ყვევენ შესაბამისად ამ სიტუაციაში. ახლა რა ხდება? ნახეთ იმ ერთი წელი ხო რჩება, აი შეიტანა ხო ამერიკამ და თქვა შევიტანეთ ჩვენ. ერთი წელიწადი ხო რჩება ეს ქვეყანა იქ. ამ ერთი წლის განმავლობაში ის მოქმედებს ხელშეკრულება, ხო? რაც იყო ძველი. კი. ესე იგი, ამერიკაში და უკვე ყველაფერი რა მოხდება, დამოკიდებული არის ჩვენ მთავრობაზე. შედგება აქ პანდემია თუ არ შედგება. ის რომ ჯანმოს და გაეროს და აი ამ მე ხარ რას ვეძახით იმას ფარული ხელისუფლებაო თუ რა ქვია. ცდილოვანი ხელისუფლება. ისინი რომ ესე არ მოისვენებენ და არ დათმობენ იგივე ბილდეიცი და ესენი, ეს ბუნებრივია, ხო? ამიტომ ისინი ეცდებიან რომ გამოიყენონ ეს სიტუაცია და პანდემია მაინც გამოაცხადონ, მაგრამ ამერიკაში ვერ გამოაცხადებენ, იმიტომ ტრამპია და კენედია. რომელიღაც ქვეყნებში ვერ გამოაცხადებენ და ამიტომ ნახეთ, მათ ყველაფერი გათვლილი აქვთ. როგორ არის ახალ ხელშეკრულებაში, იმ რეზოლუციაში. ესე იგი, ეს არის დოკუმენტი, გასაგები რო იყოს. მკითხეთ თუ ვერ გაიგეთ, იმიტომ მე მგონია რომ რაღაცა მარტივად ლაპარაკობ, მაგრამ ვერ გებულობენ ხოლმე. ის დოკუმენტი, რომელშიც შეიტანეს შესწორებები. ეს იყო ელემენტარულად სანეპის სადგურის უფლებების მქონე ორგანიზაცია. და ამ დოკუმენტით რეგულირდებოდა აი გადატანა, გადმოტანა ინფექციური უსაშიშროება, თქვათ გემების, თვითმფრინავების, გადაზიდვების დროს რა იყო სანეპის სადგურის ფუნქცია რაც იყო, ხო? სანეპის სადგური კონტროლის, სანიტარული. და ესეც ქვია სანიტარულ-ეპიდემიური კონტროლის დოკუმენტი. ეხლა ამ დოკუმენტში ინგლისურად შეგიძლიათ ნახოთ, შეხვიდეთ Health International Health Regulation. ესე ინგლისურიდან თვითმფრინავი არის საერთაშორისო ჯანმრთელობის რეგულაციები. ანუ რომ არ შევიდეს რაღაცა ეპიდემია არ შეყვეს ერთი ქვეყნიდან მეორეში. და იყოს სუფთა ლოჯისტიკური დოკუმენტი. მაგრამ ეხლა მასში შეიტანეს ისეთი უფლებები გაუფართოვეს ამითი ჯანმოს აი ამ დოკუმენტით, რომ ჯანმო ხდება ერთპიროვნული მმართველი ყველაფრის. და რატომ? ესე იგი ჯანმოს გაუქმდა პანდემიის ცნება. ნახეთ, ადრე პანდემია რა ყოფილიყო, გამოცხადებულიყო, უნდა ყოფილიყო თითქმის ყველა ქვეყანა მსოფლიოსი, უნდა ყოფილიყო გარკვეული რაოდენობა სიკვდილიანობის და დაავადებული ადამიანების.
ეს პირობა ვერ შესრულდა კოვიდის დროს. არ იყო არც რაოდენობა, არც დაავადებულების, არც გარდაცვლილების ამდენი. ამიტომ ოფიციალურად მან ვერ გამოაცხადა ჯანმომ პანდემია, არ იყო გამოცხადებული. იყო უბრალოდ ნათქვამი ჯანმოს დირექტორის მიერ, რომ არის პანდემია. დოკუმენტურად ვერ გაფორმდა. მაგრამ როგორც ბატონმა ბილ გეიტსმა ბრძანა, ჩვენო ისე იყო გენერალური რეპეტიცია, პირდაპირ ამბობს რამდენიმე ადგილას, ვიდეოები არის ამისი. და ესო შეცდომები, რომელიც მაშინ იყო დაშვებული, ჩვენ ამას უკვე გავითვალისწინებთ შემდეგი პანდემიის დროსო და შემდეგია პანდემია, რომ უფრო მკაცრი იქნება და უფრო მეტ მსხვერპლიანი, მაგასაც ესენი ამბობენ. მე მგონი ყველას მოგვისმენია ეს ყველაფერი, ხო? და რამდენჯერმე დაიწყო კიდევა ჩვენი შეგუება ამაზე, რომ აი არ იქა ბგელი მოდის. და ნახეთ, როგორ არის გაკეთებული ახლა. შემოვიდა ესეთი, ანუ ამ ახალი ხელშეკრულებით, ესე იგი, რაც არის დოკუმენტით, პანდემია რომ გამოცხადდეს, საკმარისი არის, რომ ჯანმოს დირექტორს უცებ სიზმარში დაესიზმოს, გაეღვიძოს მარცხენა ფეხზე და დაესიზმოს, რომ სადღაც კენიაში რო არის რაღაცა ვირუსი ან ბაქტერია სულერთია, ის შეიძლება აი წამოვიდეს აზერბაიჯანში, სომხეთში და საქართველოში და შეიძლება რაღაც იტალიაში, არ ვიცი. აი უცებ მოუვიდა აზრად. და მან ჩათვალა, ახალი ტერმინი შემოიღეს, პოტენციურად პანდემიის გამომწვევი პათოგენი. ანუ პოტენციურად. ეს იგი მას შეუძლია ჩათვალოს, რომ რომელიღაცა ვირუსი ან ბაქტერია არის პოტენციურად გამომწვევი. შეიძლება გამოიწვიოს. შეიძლება. ხო. ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც შეიძლება ეს გავრცელდეს, ჰიპოთეტურად მას შეუძლია, რომ იმ რამდენიმე ქვეყანაში გამოაცხადოს პანდემია. მიხდით როგორია შემიძლია? ამ შემთხვევაში უკვე ქვეყნის მთავრობაზე არის დამოკიდებული. ვისთან მოილაპარაკებენ? და ჩვენებთან ადვილად მოილაპარაკებენ, ეს უკვე ცხადია. ჩემთვის და მე მგონი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც. არც პოზიციის ნდობა არ ამას. კარგით, მოდით შემდეგ საკითხებს სანამ გადავიდეთ, რეზიუმე გავუკეთეთ, რომ ეს პირველმა ის ამბებო, ხო და? ხო, არ დამემთავრებია, მე მინდა რამდენიმე დამისვა კითხვა, რომ დაგვისაბუთეო რატომ უნდა გამოვიდეთო ჯანმოდანო. აი ხა მე ვცდილობ რომ ამ ადამიანებს აუხსნა, მე მგონი უმრავლესობას ესმის, მაგრამ ბევრს თურმე არ ესმის, ნუ ვიღაცებს. და მინდა რომ გაერკვნენ. თუ არ გინდათ მეგობრებო, რომ მოხდეთ აი ასეთ ქვეყნებთან რიცხვში, ამიტომ უნდა გამოვიდეთ, მაგრამ მე ხა ვლაპარაკობ კიდე იმ ერთ წელიწადზე. აი ამ ერთ წელიწადში, თქვათ, ხვალ შეიტანეს, ხო, თქვათ, სანამ განხილვა იქნება, მე ეს პარლამენტში მჯელობა, თქვათ, სადღაცა მარტში შეიტანეს, ხო? ეს იგი შემდეგ მარტამდე კიდე ვიქნებით იმ ხელშეკრულების ისინი თანამონაწილეები. და რა წერია ახლა იმ იმაში, ნაქვია, ხელშეკრულების იმ ახალ დოკუმენტში. არის ესეთი რამეები, გარდა იმისა, რომ ესე იგი, როცა უნდა, სადაც უნდა, გამოაცხადებს ერთპიროვნულად, თუმცა საბჭოს ქმნის, ესე ქვეყანაში ქმნის კიდე ორ სტრუქტურას. შენ ქვეყანაში თავისი კადრები დაკომპლექტებულს და ახლა მე და თქვენ რო არ ვიქნებით იმაში კონსულტანტებში ფაქტია, ხო და ვინც იქნება გასაგებია. და აი ეს ორი სტრუქტურა იქნება ანგარიშს ვალდებული პირდაპირ ჯანმოსთან და არა ჩვენ მთავრობასთან. ანუ ჩვენ მთავრობას უგულველყოფენ ამ შემთხვევაში. და მათ ევალებათ მათ ევალებათ რომ წავიდნენ რაიონებში, რეგიონებში, სოფლებში და იქ გაატარონ აი ეს ხაზი. ეს ხაზი რას ნიშნავს? ეხლა აქ ძირითადი აქცენტი იქნება აცრებზე, ხო? იმიტომ დაანონსებულია, რომ ვაქცინაცია ამჯერად უნდა იყოს 100%-იანი. კლაუს შვაბი აცხადებს მაგალითად, რომ ესეც ვიდეოები არის ამისი, მეც მაქვს, რომ თუ არ იქნა 100%-იანი ასრა, ისე ასრას აზრი არ აქვს. იმისათვის რომ იყოს ჯანმრთელი პლანეტა, უნდა იყოს 100%-იანი ასრა. დიდი ან ბავშვიანი. ანუ მათი გეგმა რო ესეთია ვიცით, ხო? და აი ამ ორმა სტრუქტურამ, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სამოქალაქო სექტორისგან. სამოქალაქო სექტორი ვინ არის? NGO-ები, რომლებსაც ესენი აფინანსებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები. და მათ უნდა ქონდეთ წვდომა, როგორც სადიაგნოსტიკო საშუალებებთან, ასევე სხვა სამედიცინო საშუალებებთან. და
სხვა სამედიცინო საშუალებებში, რომელიც გამარტივებულად ამ დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის გარეშე პირდაპირ შემოვა ქვეყანაში, რომელიც თანამონაწილე ამ დოკუმენტის. აი, აქ არის ჩადებული, ადრე იყო ეს თქვა, ბამბა, პარასამკურნალო საშუალებები, ანუ პარასამედიცინო სპირტი, ბამბა, სადეზინფექციო საშუალებები და ესე შემდეგ რაღაც მოწყობილობები ელემენტარული. ეხლა იქ დაუმატეს გენური ინჟინერიის საშუალებები და გენის სამკურნალო საშუალებები. ანუ RNM და DNM ვაქცინები. რაც იქნება გამარტივებული რეგისტრაციის გარეშე. ანუ ამას შემოიტანენ პირდაპირ ძალიან წყნარად, მოხდება არასამთავრობოების ხელში და ამათ ექნება დავალება ჯანმოსგან და უფლებები, რომელსაც მისცემს ჩვენი მთავრობა, იმიტომ ამ დოკუმენტში ეგეწერია, რომ მოვიდეს, მოგადგეს სახლში, შემოგივარდეს აქცრას და გადაქცრას. თუ და როგორი რაღაცა წერია, ნახეთ, სახელმწიფო ვალდებული იქნება, რომ ეს ორგანიზაციები დააფინანსოს და უზრუნველყოს ტრანსპორტით. რა თუნდა ტრანსპორტი, რომ იაროს იმ რეგიონებში, ხო? გესმით რა ხდება? გარდა ამისა, ამ იმას ხო, ეხლა მთავარი რა არის კიდე, ნახეთ, თუ ეს ქვეყანა, რომელიც არის ამ იმაში, ხელშეკრულებაში, თუ ეს ქვეყანა ვერ ასრულებს, თუ არ ასრულებს პროსტორად იმ ვალდებულებას, რაც გამოსცა ბრძანება ჯანმოს დირექტორმა, შავი კაცი როა, ხო? დღესდღეობით, ხო, ანუ ვიღაც შეცვლის რა მნიშვნელობა აქვს. თუ არ ასრულებს, მაშინ ეს ჯანმო დააყენებს ამ საკითხს დანარჩენი 193 ქვეყნის წინაშე და ეტყვის, აი, ეს საქართველო არ აკეთებს ამას. მე კი ვბრძანე, მაგრამ ის არ მექვემდებარება. და ის დანარჩენი ქვეყნები იმსჯელებენ, როგორ დასაჯონ და რა სანქცია გამოიყენონ. მიხვდით? და თუ არ ასრულებს და ჯანმო ეუბნება, რომ მე დაგეხმარები, მაგრამ საქართველო ეუბნება, რომ არ მინდა შენი დახმარება, არ ვაკეთებ ამას, იმიტომ არ მომწონს, ხო? ისევ იმათან ჩივის და ისინი ერთობრივად ფიქრობენ, როგორ დაგსაჯონ. აი აქ უკვე არის ჯარის შემოყვანაზე რო იყო ლაპარაკი, ხო გახსოვთ? აღარ არის სამხედრო ჯარზე, არის თავიანთ ჯარებზე ლაპარაკი, როგორც წითელი ჩაფხუტები თუ რაღაც ესენი რო არის. დაახლოებით ეგეთი, მაგათ რაღაც თავის სტრუქტურები აქვს. ხო, ვერან წინა დაუდგება. ეხლა არის კიდე ერთი მომენტი, ნახეთ, და ყველაზე მთავარი. სად არის სუვერენიტეტის დარღვევა, ნახეთ მეგობრებო. ესე იგი, თუ ვერ ასრულებს და რატო ვერ უნდა შეასრულოს? იმიტომ რომ ქვეყანას მისი კანონები არ აძლევენ ამის საშუალებას, ხო? ანუ ეწინააღმდეგება შენი ქვეყნის კანონებს, ამიტომ ვერ აკეთებ. ამ შემთხვევაში ქვეყანა ვალდებულია შეცვალოს თავისი კანონები, გესმით? და ჩვენი კანონი რა არის? რა ჩვენ გვიცავს ვაქცინაციისგან? ჯანდაცვის კანონი, ადამიანის უფლებების დაცვის კანონი და რაც მთავარია, მეგობრო, კონსტიტუცია. სადაც წერია, ჩვენ კონსტიტუციაში ყველა ადამიანს აქვს უფლება თვითონ აირჩიოს მკურნალობის და პროფილაქტიკის და დიაგნოსტიკის საშუალებები. ამიტომ ვერ გააკეთეს მაშინ იზოლებითი, რომ აი ეს კანონი გვიცავს. ესე იგი, ამ დოკუმენტის მიხედვით ჩვენი ქვეყანა ვალდებული იქნება, რომ შეცვალოს თავისი კონსტიტუცია. ეს არის სუვერენიტეტის დარღვევა, მეტი კი არაფერი. ბუნებრივია. და ნუ კიდე ბევრი ნიუანსები, რაც ახლა უკვე აღარ გადაკლით, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოგაწოდეთ და ასე რომ ძალიან ეშმაკურად არის და ხო, კიდე ერთი რატო ვჩქარობთ ახლა? ესე იგი, ამ ერთი წლის განმავლობაში ხორჩება ეს და ჩვენ არ მოგვიწერია ამაზე ხელი ამ დოკუმენტზე, მაგრამ იქ თვითონ ჯანმოს დებულების 21 და 22 პუნქტებში წერია ესეთი რამ, რომ თუ კი ჯანმოს გადაწყვეტილებას რომელიღაცა ქვეყანა არ გააპროტესტებს, ეს ჩაითვლება მდუმარე თანხმობად და 12 თვის მერე შედის ძალაში ავტომატურად. ასე რომ 12 თვე გადის 1 მაისს, როცა ეს რეზოლუცია იყო მიღებული. თუ მანამდე არ შევიდა საჩივარი კი არა, უარი ოფიციალური წერილობითი არ განაცხადა ჩვენმა ქვეყანამ, მაშინ ეს დოკუმენტი ავტომატურად შედის ძალაში. ამიტომ ვშქარობ ჩვენ აი ამასაც, ამის განხილვასაც, გამოსვლის
იმას, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი და ნახეთ ახლა უკვე ტრამპს და ამერიკას ვერ გაუბედავენ, თქვათ, დიქტატურას ვერ დაამყარებენ, ხო? ჯანმო ვერ იპარპაშებს. ვერც მთელ მსოფლიოში ვერ იპარპაშებს, მაგრამ საქართველოსთან ისე კარგადაა გაწყობილი საქმე და ისე კარგად გრძნობენ მისი ემისრები თავს ჩვენთან, რომ ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანათაგანი, სადაც ესენი გამოვიდა. მაშინ დაგვრჩება ჩვენ თუ პარლამენტი თქვენს მიერ აი შეტანილ ხელმოწერებზე რეაგირებას არ მოახდეს, რა ვქნათ მაშინ? მაშინ აუცილებლად უნდა 1 მაისამდე უნდა მოხდეს ეს რომ მოესწროს ხო საქართველოს აუცილებლად უნდა მოვაწყოთ ძალიან დიდი საპროტესტო აქცია და ზეწოლა მოახდინოთ ხელისუფლებაზე რომ ეს ნაბიჯი გადადგან აუცილებლად და ეს აუცილებლად იქნება. ბატონო დათო, იცით რაშია საქმე? ეხლა ისეთი კანონი მიიღეს, აი ამ მიტინგების და იმისი რომ მიტინგები რა გამოხატვის უფლება ყოველთვის აქვს. გახმა რაღაც კანონები მიიღეს, ჯარიმებია და რაღაც ჟანდარმები. არა, ჯარიმები ახლა შენ ტრასებს ხო არ ვკეტავთ გასულ. არა ვიცი რა. არა, გამოხატვის უფლებას ვერავინ ვერ დაგვიშლის, მაშინ დიქტატურაში ვარ და მაგას ჯობია მაშინ საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობა და თელეს დავაყენოთ ფეხზე. არ გაგონილა ეხლა სიტყვის თავისუფლება და აქ რაღაც ვაპროტესტებდი სამართლიანად ერისთვის საჭირო რაღაც პრობლემაზე და ამაზე მე დამიჭირო, კაცო, რას მექვია დამიჭირო. იცით რა, კიდე მე ვფიქრობ არა, აქცია ცოტა რთულია, იმიტომ იმდენი აქციები მიდის, ახლა რომ შეიძლება ის ვიღაცამ ცუდად გამოიყენოს კიდე. მე ვფიქრობ, რომ უნდა გაკეთდეს წერილობითი მიმართვები რა ჩვენ ადრე. მაგას გაიყვანებენ დროს და 1 მაისს გასცდება და დამთავრდება ჩვენი აი, ისიც რა არის, რამდენიმე ორგანიზაციის სახელით უნდა გაკეთდეს ერთდროულად. მათ შორის იქნება ეგეც უნდა გაკეთდეს და თუ შევატყეთ რომ დრო იწურება და არაფერს ომებს არ იღებენ, მე სასწრაფოდ აუცილებელია საპროტესტო აქცია. მე მგონი ხო, იცით რა არის? მე მგონი ეს უნდა გამოვააშკარავოთ. მათი წერილები და პასუხები. გაგცენ პასუხები. რა თქმა უნდა მივიდეთ. ესე აღარ შეიძლება უკვე რომ წერილი ჯანდაცვის სამინისტროსთან და გამოვიდეს ვინმე და გაგცეს პასუხი. ამას ალბათ წერილი უნდა უწყოს. მე რამდენჯერმე აქცია ეს არის კი. რამდენჯერმე მიმართე და შეხვედრა მოვითხოვეთ, მაგრამ აი ესე თითო იმას და 1-30 კაცი. ის არ გამოვლე 30 კაციან იმაზე, როცა უკვე ხო. წერილზე ვამბობ, როცა 30 მიანი. ოღონდ აქ უბრალო მოქალაქეები არ იყვნენ იმ ხელმოწერებზე. იყვნენ უკვე ორგანიზაციები და სოლიდური ადამიანები. მე მგონი თქვენც აწერდით ხელს მაშინ. მეც მოვაწერე კი. ხო და ასე რომ ის ფორმით ჯობია გაკეთება, რომ მიწარმოწერის ფორმით იქნებ კეთილინებონ და გავხსენ პასუხები, მაგრამ მის დღემში არცალია თამაშია ესო და სულ ველოდებით როდის მოიცლიან ჩვენთვის. ხო, გასაგებია. ეხლა მოდით გადავიდეთ კითხვებზე, ქალბატონო თინა, რადგან ჩვენთან გვესტუმრეთ, ძალიან ისეთი კითხვებია, რომ ხალხს საზოგადოებას აინტერესებს. პირველ რიგში მოდით დავიწყოთ პატარებიდან. აი ბავშვების პაპილომავირუსი. პაპილომათი დავიწყოთ? პაპილომათი დავიწყოთ. დავიწყოთ, აი რამდენად საშიშია ეს პაპილომავირუსი ძალიან საშიშია ადამიანისათვის და რა არის როლს. თვითონ პაპილომავირუსი არანაირად საშიში არ არის. საერთოდ არის 600-მდე ფორმა, აქედან 200 ფორმა არის, რომელიც ადამიანს აქვს. აქედან 60 არის, რომელიც ბუდობს საშვილოსნოს ყელში და იწვევს საშვილოსნოს ყელის ქსოვილის დისპლაზიას, ანუ გადაგვარებას. მაგრამ არ არსებობს არც ერთი კვლევა და მტკიცებულება, რომ რომელიმე მათგანი იწვევს მაინდამაინც კიბოს. ის რასაც გვეუბნებიან არის უტყუილი. დისპლაზია და კიბო ეს სხვადასხვა რაღაცებია. სიმსივნეები ვიცით რა არის, როგორც ავთვისებიანი და ეს პაპილომავირუსი, პაპილომები აქვს ყველას. აი რაღაც სახეზე, ხელებზე, სადღაც პატარა მეჭეჭებით გამოიყურება. და ნორმალური იმუნიტეტის დროს 2-3 წელიწადი ჭირდება, რომ თვით განკურნება განიცადოს, თვით ლიკვიდაცია. ნუ უფრო მოხუც ადამიანებს აქვთ ხოლმე ასაკთან ერთად უფრო გამოხატული, მაგრამ აღვდა აქვთ არაფერს არ უშვება. არც კლავს, არც დაავადებაში არ გადადის. და უფრო მეცაც გეტყვით, იაპონელებმა 2017 წელს მოიგონეს წამალი. ამ პაპილომების სამკურნალო, პაპილომავის ვირუსების სამკურნალო, რომელიც კეთდება ერთ-ერთი იაპონური სოკოსგან. და არის აბსოლუტურად უნებელი. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ჩაიფარცხა, იმიტომ რომ წამლის მაფიას არ აწყობს ამის გამოვლინება. და ეს პაპილომა ვირუსის აცრა, ისევე როგორც გრიპის აცრა, არის ყველაზე დიდი აფიორა მედიცინის ისტორიაში. და რაში გამოიხატება, ნახეთ,
2006 წელს შეიქმნა ეს ვაქცინა პაპილომა ვირუსის ვიმეორებ საშვილოსნოს ყელის კიბოს ვირუსის საწინააღმდეგო. იგივე საშვილოსნოს სხეულში ეს არ იწვევს არაფერს, მარტო ყელში. თუმცა ქსოვილი თითქმის ერთ და იგივეა, ხო? და უკეთებდნენ 2006 წელს ხო ბილ გეიტსმა დააფინანსა. მისი დაკვეთით იყო ეს შექმნილი ეს ვაქცინა და დაიწყეს იგი აცრები 2006 წელს. ძალიან მალე ბევრმა ქვეყანამ სადაც შეიტანეს და დაიწყეს თქვა უარი ამაზე, რატო? იმიტომ რომ გამოიწვია საშინელი გართულებები ამან. 9-დან მარტო გოგონებს, 9-დან 12 წლამდე. აი ეს ასაკი იყო პირველი. და ბიჭის კაცს არ ემართება, კაცი არის გადამტანი მხოლოდ ამას. ნუ ამის გადატანა რო არ მოხდეს, ამისთვის შეიძლება ელემენტარულად უსაფრთხო სექსი ქონდეს ადამიანს, ხო? და გიგიენის ისინი დაიცვას ნორმები და არავის არაფერს არ გადაუყენს ჯერ ერთი. და მეორეს მე მომხრევარ იმისი, რომ ბავშვები გაზარდონ იმ ჭკუაზე, რომ ყავდეს ერთი პარტნიორი და როგორც წესიერად იყო ადრე მიზახეთ ბნელი და შუა საუკუნეებში ჩარჩენილი, როგორც ადრე იყო, რომ ერთი პარტნიორი ყავს ადამიანს და ქორწინებაში არიან თუ არ არიან, არ გულაობენ წინ და უკან, მაშინ ამათ საფრთხე საერთოდ არ ელოდებათ, ხო? მაგრამ ამან გამოიწვია აი ამ გოგონებში იქვე გულის წასვლები ძალიან ბევრ დიდ პროცენტს ჭირდებოდა 10%-ს აცრილებისას ჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია ან სერიოზული სამედიცინო დახმარება და აქ არ არის ლაპარაკი ანაფილაქსიაზე და ალერგიულ რეაქციებზე. აქ არის იმაზე, რომ უვითარდებოდა ტყრუნჩხვა, გულყრა, მგონების დაკარგვა და ასეთი სერიოზული ნევროლოგიური გართულებები. რამდენიმე ადგილას, აი მაგალითად ალაბამაში 700 გოგო იმ დროიდან დაინვალიდა, ესე რომ არიან მარტო ერთ ადგილას, გერ პატარა ქალაქში 700 ადამიანი, გოგო მოზარდი დაინვალიდნენ და სხედან იმ დროიდან ეტლში ვერ გადაადგილდებიან. მე გავითარდა ძალიან დიდი რაოდენობით ესეთი ორთოდოქსული ტახიკარდია. ანუ გულის ისეთი შეტევებია ტახიკარდიის, რომ ისინი ვეღარ მუშაობენ, ვეღარ სწავლობენ, ანუ ძალიან პათოლოგიური ფორმა. და ასე შემდეგ, აი მე მოკლედ შემომართავს, ავიკითხავ ახლა. ესე პირად რო არ ვიცახო. ესე გართულებები რაც მოყვება და ძალიან მალე გაირკვა, რომ მოყვება, ანუ სულ რამდენიმე 1-2 წლის განმავლობაში უკვე ცხადი იყო. ეს არის გეინ-ბარეს სინდრომი, გაფანტული სკლეროზი, პოლინეიროპათიები სხვადასხვა სახის, სახსრების დაავადებები, შაკიკი, გონების დაბინდვა და დაკარგვა ხშირი ყუნჩხვები და გულყრები, ენცელოპათიები, ენცეფალიტი და სუიციდური მცდელობები და თვითმკვლელობებიც კი მოყვა, ნუ მართალია ერთეული შემთხვევები. მაგრამ გავიდა წლები და ამ წლების მერე უკვე შედეგები გამოჩნდა უფრო ესე თქვი შორეული შედეგები და აღმოჩნდა რომ თუკი ახალგაკეთებულზე გოგონების დიდ რაოდენობას, უმრავლესობას ერეოდა მენსტრუალური ციკლი, აღმოჩნდა რომ წლების მერე ამათ ან საერთოდ დაეკარგათ ეს ციკლი და ან საერთოდ დაეწყოთ ნაადრევი კლიმაქსი. წარმოიდგინეთ ახლა 20-22 წლის გოგონას რო აქვს უკვე კლიმაქსი და რატომ? იმიტომ რომ ეს ვაქცინა ხშირ შემთხვევაში იწვევს კვერცხუჯრედების ნაადრევ დაბერებას, ანუ ფუნქციის გათიშვას. რის ხარჯზე? იმის ხარჯზე, რომ ფოლიკულები, ანუ ის კვერცხუჯრედები, რომელიც საკვერცხეში წარმოიქმნება, ხდება მათი განლევა და უკვე შობადობა შეუძლებელი ხდება. მიუხედავად ამისა, ეს 2017 წელს ეს გაჩერდა დიდი ბუმი იყო ამაზე. პირველი იაპონელები წავიდნენ ამის წინააღმდეგი და განმოვაცხადეს, რომ ეს არის გენოციდი და საშიშია ჩვენი ერისთვის იაპონიაზეა ლაპარაკი, როცა რამდენ მილიონიანია და არა პატარა საქართველოზე, ხო? და ამოიღეს, აგრძალეს ეს ვაქცინა. აი ახლა პანდემიის დროს ისევ გააქტიურდა და მის შემდეგ და ჩვენთან შემოიღეს ეს ვაქცინა უკვე ბიჭებზეც. როცა ბიჭი არის გადამტანი. და ეს არის ცნობილი, ეს არის როგორც 2-ჯერ 2-4-ია. ამას არც კვლევა ჭირდება, არაფერი არ ჭირდება. და ნახეთ რა მოიგონეს. ურეკავენ ახლა ოჯახებში
ძალიან აქტიურად ეუბნებიან, რომ ეს არის სავალდებულო, უნდა გაიკეთოს, რომ შენ შულს კიბო არ ქონდეს. და მთელი ცხოვრება კიბო არ ექნება. და ამ ხალხის გამკვირვებია, იმ ტრამპის ნარკვან ვაქცინაზე რომ იმაშვებია, რაც ჰიპოთეტურია და იქნება თუ არა, კაცმა არ იცის, იმის შიში აქვს და ამისი როცა სახლებში ურეკავენ, ტელევიზორში უყურებენ, ყოველდღე მეგობრებო, ყოველდღე გეუბნებიან, მოიყვანეთ პაპილომა, მასე რა ქვია, ვაქცინაზე, პაპილომას აცრაზე, რომ არ დაემართოს თქვენ შულს კიბო. მაგრამ ეხლა რა გააკეთეს? ჯერ ხო ბიჭები შეიტანეს, მერე გაზარდეს ჩვენთან ვამბობ. გაზარდეს გოგონების ასაკი 28-ზე. ეს ხშირია ურეკავენ ყველას? ყველას ურეკავენ. ბავშვების მშობლებს. და ტელევიზორში პროპაგანდას უმიდის, ყველა საინფორმაციო მაგით ავდება. და ნახე გაზარდეს ასაკი გოგონების 28 წლამდე, მერე გაზარდეს 40-მდე და ეხლა რამდენიმე დღის წინ ნახე რომ გაუზრდიათ 60 წლამდე. რომელ წლიდან უნდა აცრან? აი ახლა გეტყვით. ბიჭები ეს გოგოები 9 წლიდან და ბიჭები 10 წლიდან. და ბიჭები არის მე მგონი 28 წლამდე თუ არ ვცდები თუ კიდე არ გაზარდეს. ეს იგი ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი. და მე რომ დავინტერესი 2017-ში რომ შემოიტანეს, მაშინ დავინტერესდი რატო უკეთებენ პაპილომა ვირუსის აცრას, რომელიც ცნობილია რომ გადადის მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური კონტაქტით. და მაშინ 9 წლიდან რატო უკეთებენ, ხო? ლოგიკური კითხვაა, ხო? ხო. ჯერ ერთი მითხრეს რომ იმიტომ რომ მესამე კატეგორიის ქვეყანა ხარ და თუ კი ტაილანდში 9 წლიდან უკეთებენ, თქვენთანაც ესეა, ანუ ყველაზე არის ერთ და იგივე. ნუ ამ პასუხმა არ დამაკმაყოფილა, იმიტომ რომ ტაილანდი და საქართველო, ეხლა საქართველოში 9 წლის გოგოს მშობელი ჭკვატყოფელი არ გაუკეთებს, იმიტომ რომ არც დაუშვებს, რომ შეიძლება მან იცხოვროს სექსუალურად. და ასევე 10 წლის ბიჭი, რომელიც მერე ჩარდეს. მაგრამ ნახე თურმე რა ხდება, მეორე პასუხი იყო ესეთი, როცა უფრო სერიოზულად მიმართეთ, უფრო სერიოზული ორგანიზაცია თვითონ იმათ. მიპასუხეს, რომ მანამდე სანამ ჩამოუყალიბდება მენსტრუალური ციკლი. მაშინ გოგონებზე იყო მარტო ლაპარაკი, მე გეუბნებით 2017 წელს. ამა დამაფიქრა ბატონო დათო. რა შუაშია თქვენ თუ გაგიგიათ რომ რომელიმე აცრა ან სადიაგნოსტიკო манипуляция იყოს დაკავშირებული მენსტრუალურ ციკლთან. გაგიგიათ სადმე? არასოდეს არ გამიგია. დავინტერესდი რა შეა საქმე და როდესაც უკვე ვნახე მონაცემები რა მოყვება ამას, მაშინ მივხვდი. ესე იგი, ეს არის ასაკი, პუბერტატის ასაკი, როცა ხდება ჰორმონალური ჩამოყალიბება ბავშვების, ხო? ესე იგი, ან გოგო ყალიბდება, ან ბიჭო. კაცობრიობის სტრები არიან. აი, აღმოჩნდა რომ ესე იგი, პირველი ხო იყო მოცელვა. და მერე აღმოჩნდა 2006 წლიდან უკვე, რომ 54% 2019 წელს გამოქვეყნებულ ინგლისის დიდი ბრიტანეთის კვლევებზე გეუბნებით, რომელიც ოფიციალურად იყო გამოქვეყნებული და არა ვიღაცის მიერ, სახელმწიფო დონეზე. ესე იგი 2019 წელს ვიმეორებ, აღმოჩნდა რომ 54% მაშინ რომ დაიწყეს აცრები 2006-დან 2019 წლისთვის 54%-ს დაემართა კიბო. საშვილოსნო წყლის კიბო ამ გოგონებს 54%-ზე ლაპარაკი. ასაკი 25-29 წლისები. შემდეგ ავსტრალიამ დადო იგივე კვლევები, ოღონდ ავსტრალიაში აღმოჩნდა რომ 32% იყო კიბოთი დაავადებული. ძალიან დიდი პროცენტია, ხო ესეა. ნუ ერთადერთი პასუხი აქ არის ის, რომ ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაცია ჩართულია ისეთ დიდ კორუფციაში, ჩვენ ეს კოვიდის დროსაც ნახეთ და ვაქცინებზე, რომ ტრილიონობით ფულს აკეთებენ უკვე, მილიარდებზე აღარ არის ლაპარაკი და ყველაფერზე მიდიან, ესე იგი სულ რო გაანადგურონ კაცობრიობა, ხელს აწერენ, ოღონდ იშოვონ ეს უზარმაზარი ფული. აი ჯერ მარტო ამის გულისთვის საქართველოს და ქართულმა ხალხმა უნდა იბრძოლოს, რომ აი ამ კოლელი ორგანიზაციიდან გამოვიდეთ და რომ ამ ისედაც კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს და მთლიანად არ გაგვანადგურონ და მთლიანად, რა ვიცი, არ ამოსწყვიტონ მთელი ერი. და რაც თავია მაყურებელი თხოვობს, რომ
სასწრაფოდ აქციების დაწყებას თხოვობს. აუცილებელია და შემოდებენ თაროზე და იქნება და ჩვენ ვერ გამოიღოს. ჩვენ 31 მარტს ვაპირებთ, ვიცით, ქართველთა დიდ გაერთიანებას და პირველივე შეკრება რომ იქნება ჩვენ უკვე იქიდან დაიწყება უკვე ძალა ერში და ეხლა რომ გახვიდე 100 კაცი და ის ეგრე არა. ჩვენ გვინდა რომ სერიოზული რაოდენობა მივიყვანოთ იქ ჯანმრთელობის სამინისტროსთან და იძულებული გავხადოთ გამოვიდნენ და სახალხოდ პასუხი გავხსენ. იქ აპირებენ თუ არა მიმართონ ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციას გააკეთონ განაცხადი გამოსვლაზე. ერთადერთი მოთხოვნა იქნება ეს უპირობოდ. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ეს მოვითხოვოთ, იმიტომ რომ არაფერი არ გამოძიებულა ამ ქვეყანაში ვითი დახოცეს სწორედ მათი პროტოკოლებით 17000 ადამიანი აქ საქართველოში. და აი ამ ახალი რეზოლუციებით რაც არის მიღებული, რასაც მე ვაპროტესტებ და უარი უნდა დაიწეროს, იმის მიხედვით, ესე იგი ჯანმო რასაც იტყვის, ის თუ აქამდე იყო საკონსულტაციო ფუნქცია ქონდა კონსულტაციის სახელმწიფო შეეძლო მიიღო და არ მიიღო. ეხლა უკვე როგორც ასრები, ასევე მკურნალობა იქნება მხოლოდ იმათი პროტოკოლით ვერ დაარღვევ. და ისედაც იმაჩქუაზე დადიოდნენ და ეხლა რასიზამე წარმოიდგინეთ რა იქნება და რასიზამენ ისი. და რასიზამე და ვინ უხელმძღვანელებს ამას ყველაფერს აქ, ხო? აი ამაშია კატასტროფა. ნუ მე ხა გული რო არ გავუხიტო, ბევრი არის ასრილი უკვე პაპილომა ვირუსზე. ამიტომ აღარ ჩამოვთვლი იმ სიკვდილიანობის მაჩვენებლებს. არა, ხო. რაც არის ამით გამოწვეული. ყველა ჯანმრთელობას უსურვებ და მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კარგად დააკვირდით თქვენ გოგონებს ციკლი როგორ აქვთ. და თუ კი აი ამ პაპილომა ვირუსის აცრის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში მას დაეწყო ციკლის მოშლა, აუცილებლად მიიღეთ ამის აწინააღმდეგო ზომები. ან დამიკავშირდით და მე რაღაცნაირად ვეცდები, რომ ჩამოვაღალებო და მიმართულება მოგცეთ. და რაც შეეხება ახლა ბიჭებს. ნახეთ, საბოლოო ძალზე გავდივარ დათო. ეს მე შარშან 2013 წლის 23 წლის 3 დეკემბერს გავაკეთე დიდი კონფერენცია სამღვდელოებასთან ერთად. უბრალოდ მამა დავით ისაკაძის ინიციატივით გაკეთდა, იყო 11 წარმომადგენელი სამღვდელოებისა და ვიყავით ერთი 20 მეცნიერი, ერთადად ექიმები და რამდენიმე იურისტი. და გაკეთდა და მიმართვა გაკეთდა მაშინ მთავრობაზე, პარლამენტზე, ჯანდაცვაზე და იმაზე ოცნებაზე, პარტიაზე. ნუ რეაგირება რა თქმა უნდა ნული და ალბათ კიდევ უნდა გავიმეოროთ რაღაცა. და იქ ვილაპარაკე მე ამაზე ბევრ შეიძლება აქ ნანახი, მაგრამ გავიმეორებ, იმიტომ რომ ზოგს დავიწყდა და ზოგს არ ნახია. ბოლო-ბოლო რაზე გავდივართ. ესე იგი ურეკავენ ბიჭების მშობლებს და ეუბნებიან, რომ ჯერ ეუბნებოდნენ შეშვილს მოუვა დაემართება ანუსის, ანუ უკანა სწორი ნაწლავის კიბო, ან პირის ღრუსი. ნუ გესმით რომ ესე იგი თუ რომელ ორგანოებზე ალაპარაკი, რომელიც ცოტა არასწორი სექსის შედეგად შეიძლება იყოს, ხო? ნუ კარგი ვთქვათ, ეს ლორწოვანი რაღაცნაირად გავდეს, ვთქვათ. მერე დაამატეს პროსტატის კიბო, სადაც სხვა ქსოვილია, ეხლა დაამატეს ფილტვი, ღვიძლი და ტვინი კიდე. რამოსინად ტვინზეც იყო ლაპარაკი. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, გატყუებენ მეგობრებო და გატყუებენ რატომ, ნახეთ. ძალიან ბევრი ვქექე მე დადებით კი არა, ის კვლევები და ის სტატიები ვეზებე, სადაც დამიმტკიცებდნენ, რომ იქნება და მე არასწორი ვარ და რაღაცა მეშლება. აბა რითი ამტკიცებენ? და ბოლოს მივაგენით ძალიან საინტერესო დასკვნას. ეს არის CDC, ვიცით ყველამ რაც არის, ეს არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამერიკის. მათ აქვს სპეციალური, ესე იგი, სამსახური ექსპერტების და აი ამ საექსპერტო სამსახურის უფროსი ქალბატონი წერდა, რომ ბოლოს და ბოლოს საჭირო არის აუცილებელი ბიჭების აცრა, იმიტომ რომ ამითი ჩვენ დავიცავთ იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს. იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები ეს არიან შიდსიანი ავადმყოფები, არა? ესე იგი რა გამოდის, აბა გადააბით. ესე იგი ჩემი 12 წლის ბიჭი და 10 წლის ბიჭი, რომელიც ძალიანაც რომ მოუნდა სექსუალურად ცხოვრებისთვის არ არის მზად, ხო? მაგრამ მასთან შეიძლება იცხოვროს, ხო ესეა? ვინ პედოფილმა, არა? ესე იგი შიდსიანმა პედოფილმა რო იცხოვროს ჩემ შვილთან სექსუალურად, ამიტომ მე უნდა ავსრა
ჩემი ქართველი 10 წლის ბიჭი. ეს მეთქვე რაზე გავდივართ ხალხ, ნო. აი ეს ხო უკვე ისიც როგორი აღშფოთება გამოიწვია ამან ჩემი რომ აღარც მალავენ. ანუ პედოფილებისთვის ამზადებენ ჩვენ ბავშვებს, გესმით თქვენ? აი ამის იქით რა უნდა ილაპარაკოთ, ამიტომ ძალიან თქვენ მშობლებო, გაუფრთხილდით ამ ბავშვებს. ჩვენ გაუფრთხილდეთ უნდა ჩვენ გენს, ჩვენ თვითონ. იმიტომ რომ მე არ ვიცი ჩვენ ჯანდაცვაში თუ სადღაც რომელ სტრუქტურაში ვინ ჯანდაბაზის ისეთი არ ვიცი არა არიან ჩაბუდებულები და ფულის გამო ყველაფერზე მიდიან და ამ სამკვდროსაც ცოცხლო ბრძოლა უნდა გამოუცხადო. გამოუცხადე, მაგრამ მასე გამოდის რომ მარტო მე ვარ და ნახე რა ხდება დათო. როგორც კი ხმა ამოვიღე ისევ ამაზე და განაახლეს ისევ განაახლო ლაპარაკი მე დამარტყეს სოციალურ ქსელში და აკეთებენ ყველაფერს რომ ხალხი მე აღარ მენდოს. რაში მენდობა მე ხალხი? იმაში რომ ვამბობ რომ ეს არ გააკეთო, ეს არ გააკეთო. ან ვეუბნები რომ გრიპის რო თქვა ნივრიან ჩაი მიიღე და ბარამბო მიიღე ფსიქოთერაპის და ვინც ლიბერალურ არხებს დაუჯერა და აიცრენ სიკეთე ნახეს? ამაშია საქმე და ვიღაცებს წერენ ჩვენ თქვენი აღარ უჯერა. არ გჯერა, ნუ გჯერა, მე გავფრთხილებთ. მაგრამ ვისაც ცოტა გონება ხო და ვისაც ცოტა გონება უჭირს მიხვდნენ რატო აწყობ ჩემი დისკრედიტაცია და ჩემნაირების. ესეთი დავყო ვარ მე არ ყოფილა. ეს ჩანერგილი ხალხი იქნება ახლა იქიდან მართვადი მართული. ის რა, ზოგი ჩანერგილია, ზოგი შეიძლება ახლა გაიყიდა, ზოგი შეიძლება რა ვიცი ვის რას პირდებიან. ზოგი შეიძლება რაღაცა ამბიცია. ამბიციებითაც არის. ესეც არის რომ ამბიციაც აქვს, ზოგი რაღაცა შურის მომენტია. რა არის ეს შური არის? ყველაფერი დავკეთეთ. ძალიან აი კლინიკა დავკეთეთ, აფთიაქი დავკეთეთ, ექიმები დაიშალენ. ყველაფერი დავკეთეთ, რომ არავის არ ეთქვა რომ მე მაქვს რაღაცა პირადი ინტერესი. ყველაფერი რაც ქონდა მიხსოვრო ცხოვრებაში, ყველაფერი გადავდე გვერდზე დავწმე. ხოლო იმიტომ თქვენი შვილები დავიცვა მეგობრებო და ვისაც არ გინდათ, ნუ დამიჯერებთ, არ გინდათ ყურება, ნუ მიყურებთ. და მე მაქვს ერთი პოზიცია, იცი? თავიდან რაღაცა გული დავწყდა რომ მაინც მირბიან და მიასონწულებენ ბავშვებს. მაგრამ მე მივხვდი რაშია საქმე და თუ. საქმე იმაშია რომ ღმერთი მე მალაპარაკებს, ხო? და ღმერთი რო არ მედგას უკან და ფარველობა არ მქონდეს მე ამდენს ვერ შევძლებდი და ვერ გავბედავდი. და მთელი პანდემიის დროს დასრული ვიყავი ზევიდან და ეხაც ვჯერა რომ დამიცავს ყოველთვის. მაგრამ ვიღაცას მისდიოდა სოფელში. არც კომპიუტერი აქვს, არსა და იმათმა გაიგონეს ჩემი სიტყვა და მადლობებს მithვლიდნენ და ვიღაცა ამ დროს ჩემ გვერდზე ცხოვრობს ან მისდობს გადასარება და ჩემ განიცის და წავიდა და მაინც აიცრა. ამ შემთხვევაში ესე გამოვდივარ მე რომ ვისაც უნდა ღმერთს რომ გადაარჩინოს იმის გენი და ის გვარი თუ ის ოჯახი გამრავლდეს, ის არ წაიყვანს თავის შულს ამაცრაზე და ხა ჩემი საქმეა ვთქვა და დანარჩენი ღმერთის გადასაწყვეტია. და კიდევ ერთი რამე მინდა, რადგან ღმერთზე წავიდა ლაპარაკი და თუ ნუ ამ თემას არ ეხება, მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება. ინგრევა აგერ თოვლით დასავლეთ საქართველოს, ხო? და უკვე წავიდა იმაზე ლაპარაკი, რომ ხარპია, ყველაფერს ხარპის აბრალებენ. კი, მე არ გამოვრიცხავ და ვთვლი, რომ ის ხარპის არსებობს და გლობალისტებს აქვთ ის ხელსაწყოები, რითიც შეუძლია თოვლიც მოიყვანონ, სიტყვას, წვიმას, მიწისძვრას და ყველაფერი. ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ რატო გამოვრიცხავთ ერთ რამეს? რომ ამდენი აგრესია რო არის. იცი რა ძალიან ადვილია იმის თქმა რომ გადააბრალო რომ ხარპი აკეთებს. აბა საკუთარი მასში ქმედებაში ჩავიხედოთ. ამდენი აგრესია რო არის და ამდენ წყევლაკრულას რო უშვებთ ჩვენ ზეცაში და იმაში ატმოსფეროში და გარემოში, კიდეს დედამიწაში. ის არის წევს იმ თოვლიანობას, იმ მიწისძვრებს, ის ენერგია სად მიდის? ჯერ ერთი. ხო და ნახეთ ამითი ჩვენ ხარპის ზახილით პასუხისმგებლობას ვიხსნით. მე არაფერ შუაში ვარ. აბა დაფიქრდი თუ არა ხარ. აბა შეიყვარეთ ერთმანეთი, რას გეუბნება ქრისტე. ყველა რო იმასევდებ თავს რომ ასეთი ეკლესიურები და მორწმუნეები ვართ. მარტო ეკლესიაში სიარული არ შვება ყველაფერი. ქრისტე გეუბნება რომ სიყვარული გადაგვარჩენს. გიყვარდეთ ერთმანეთი, სიკეთე და სიყვარული და სიმშვიდე. ამდენი აგრესია არ არის საჭირო და კიდევ ერთი რამ გაიხსენეთ. სანამ ღმერთმა წარღვნა მოუვლინა კაცობრიობას. რამდენჯერ გააფრთხილა. რა ხა მაინამაც მოვიდეს ხელი ჩამოგართვას და გითხრას ინდივიდუალურად დამშვიდდიო და დაწყნარდი ნუ ხარ აგრესიულიო. გაფრთხილებს ხო ყველანაირად. რატო არ გვინდა გიფიქროთ რომ ეს არის გაფრთხილება. მე რო დავდივარ სულ ამ წმინდა საფლავებზე და წმინდანების საფლავებზე და იქ ლოცულობ და იქიდან ვიდეოებს ვძებ და ის ბევრი რო თავს არ იწუხებს.
ამდენი წმინდა სალოცავი გვაქვს, ხო? ამდენი სასწაული ადგილი არც ერთ მსოფლიოში არ არის, არც ერთ ქვეყანაში ჩვენთან რო არის, ხო? კი ბატონო. რა უნდა ბოდბეში ჩასვლას, ან მადათასახლებზე წასვლას, ან თუნდაც სამეგრელოში კაცო, ამ ხელასი წმინდა გვაქვს, ხო, კვართი გვაქვს. მე არ ვიცი, რა გვიშლის ხელს. ხო შეიძლება მარტო ეკლესიაში სიარული ძალიან კარგია, უნდა ვიაროთ, მაგრამ მარტო ეს არის. გამოვიყენოთ ისიც ყველაფერი და ვიფიქროთ ყველა ჩვენთაგანმა, მეგობრებო, ჩვენ ინდივიდუალურ როლზე ამ ყველაფერში. და თუ არ დავდგებით ერთად და არ შევიყვარებთ ერთმანეთს და სხვადასხვა ზვიადი რომ ამბობდა ვარდები ვესროლოთ ერთმანეთს, ხო გახსოვთ? კი. ვინც ახარ ზვიადის მიმდევრები, როგორ შეიძლება იყო დღეს აგრესიულები? გაიხსენეთ თუნდაც ამ კაცის პოსტულატები. ესე არის ყოველთვის. ზვიადი ახურდია, ძალიან ღრმად მორწმუნე რომ იყო, იმიტომ. ხო და მაგაშია საქმე და ამას ასწავლიდა და აი ეს ძველი ზვიადისტები, ასაკოვანი ხალხი, რო ხედავ ზოგიერთი ხა ბევრს ვისნობ, ხო? აგრესიას რო გამოხატავენ. და სად არის აი ეს მორწმუნეობა? სად არის თუნდაც მისი მიმდევრობა? კი ბატონო. დიდი ბოდიში გადაუხდით თემიდან, მაგრამ ეხლა ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის და ძალიან ბევრს აინტერესებს ბავშვთა სავალდებულო აცრები და ძალიან დიდი სიწოს ქალბატონო თინა ჩვენ დროს არ იყო ამდენი აცრები და ეხლა რატომ არის ეს და რამდენად სანდოა და აი კი შეიძლება ეხლა რაღაცა ცენზურა თქვენ რაღაცას გაუთხილეთ, მაგრამ ძალიან დიდი შეშბადებს, იმიტომ რომ ჩვენ რომ ორჯერ სამჯერ გვცრიდნენ, ეხლა გონი 15 და 18 ჯერ ცლიან და რა გარანტია აქვს მშობელს რომ ეს არ უკავშირდება სწორედ აი ამ კიდევ სხვა ამათ манипуляციებს. აი ეგ სიმახინჯე მოდის ამერიკიდან სხვათა შორის. იმიტომ რომ წამყვანია ეს ვაქცინების მწარმოებლები არიან ზუსტად ამერიკაში და უზარმაზარ თანხებზეა თქვენ თქმის არ იყოს მილიარდებზე ლაპარაკი. ასეულ მილიარდებზე და ვეღარ ზღებია რა თუნდაც ამდენი ფული მე არ მესმის. ესე იგი ამერიკაში დაბადებიდან წლამდე ბავშვი ღებულობს 32 ვაქცინას. და სრულწლოვანებამდე 16 წლამდე ღებულობს 72-ს. და რატო გამიხარდა მე კენედის მოსვლა 15 წელიწადი ამ ჯგუფთან თანამშრომლობ და ვიცი ყველა მისი ნაბიჯი. სისხლს უშრობს ამ ფარმაკო ფირმებს და უამრავ პრობლემას უქმნისო. და სხვათა შორის კოვიდის დროს ის რომ არ მოხდა, ვერ მოხდა სავალდებულო აცრები, სოფლიოში ვერ დააკანონეს. ეს არის კენედის პირდაპირი დამსახურება. იმიტომ ეს იურიდიულად ებრძოდა ამ ყველაფერს და ჯანმოს არ აძლევდა საშუალებას იმისი, რომ დაეკანონებიათ, გამოეცხადებიათ, აი ჩასაფრებული იყო და სულ სასამართლოებით იმაშვებოდა, უჩიოდა და უგებდა სასამართლოებს. და ნახეთ ჩვენებსა თანდათან გვაპარებენ იმას, რომ უმატებენ და უმატებენ. იგივე პაპილომა ვირუსის აცრა არის შესწავლილი სავალდებულოში. აი ხა მე თქვენ გეტყვით როგორ ვატყუებენ მეგობრებო. როცა პაპილომა ვირუსის აცრის აგიტაცია დაიწყო, ეს იყო 23 წელი. და ესეთმა ცნობილმა იურისტმა თემურ ლომიძემ მიმართა ჯანდაცვას, იმიტომ რომ ბევრი აწუხებდა, ბევრი კითხვა სვამდა ამას, რომ არის თუ არა სავალდებულო პაპილომას აცრა. და მოვიდა ესეთი პასუხი. აი აქ მაქვს პასუხი. ვისაც დაგაინტერესებთ, Facebook-ში დამიკავშირდით და გამოვიგზავნით ელექტრონულ ვერსიას. ან მოვძანით და ხსეროქს მოგცემთ. სადაც ჯანდაცვის სამინისტრო წერს ესეთ რამეს. მთელ ტექსტს აღარ წავიკითხავ, რომ ისევე როგორც სხვა სახის ვაქცინაციის შემთხვევაში, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაცია არ წარმოადგენს სავალდებულოს და დამოკიდებულია მოქალაქის თავისუფალ არჩევანზე. ანუ როგორც გვაქვს კონსტიტუციაში და ჯანდაცვის კანონში, ხო? მაგრამ მე მოვიტანე (2020) წლის 20 მაისის ბრძანება ნომერი 01-51 წილადი N. აი, ყვითელით მაგასმული. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარის იმ ინფექციური დაავადების სიის, რომლისთვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური აცრები. სავალდებულო. წერია სიტყვა სავალდებულო. ეს არის ბრძანება. ბრძანებას თუ არ დაიწერა გაბათილება. ანუ ეს უკვე კონსტიტუციური დარღვევა. უკვე ქმედება არა აქვს. ანუ ეს ბრძანება ძალაშია დღესაც და ამას ამატებენ და ამატებენ სხვას. ბოლო არის დამატებული
2023 წლის ბიჭები როცა ეს ჯანდაცვის ის არის ხო? ჯანდაცვის რა თქმა უნდა. ხო ჯანდაცვის სამინისტრო თვითონ არგოს კონსტიტუციას და კი, ამაშია საქმე. და მე რატო გაჩვენებთ ახლა ამას? დღესდღეობით ხო? დღესდღეობით. ეს საგანგაშოა საერთოდ რა. ეს რა არის? არ მისმის. აბა ის კონსტიტუცია თქვენ მომაცხონებულებო რიღას ჯერ ყველა მთავრობა ვინც მოხვედით სათქვენებს შეასწორეთ და თავზე დაიმთხეთ ხო? ჯერ კონსტიტუციიდან მართლა გასულებია თუ ამაზე სამართლებრივად მიმჯელებდა. რაც აგაქვთ იმასაც რო არ იცავთ რა არის ეს ვერ გავიგეთ რომ მართლა ადამიანი ბავშვების ჯანმრთელობა სიცოცხლეს ეხება. ხო და ბავშვების სიცოცხლეს. რატომ მოვიტანე მე ეს ორი დოკუმენტი დათო? იმიტომ რომ აქ ხო გვიწერია ესეთი აგერ 23 წელს მისცეს რომ არ არის სავალდებულო ხო? მაგრამ ეს ხო დევს ეს არის ბომბი. ეს რა თქმა უნდა ეს მუშავება როცა უნდათ. ეს არსებობს. გავიგე მაგრამ პირდაპირ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მაგაშია საქმე. ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ. აი პაპილომაზე რომ გავაკეთე კონფერენცია თქო, მაშინ მოვითხოვეთ ჩვენ რომ აი ეს ბრძანება გასწორდეს და სიტყვა სავალდებულო გადაკეთეს გეგმიურად. ამ ყველაფერზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ იქ, როდესაც ეს აქცია გაკეთდება აუცილებლად. უნდა გამოგზავნდნენ იქიდან მინისტრი იქნება თუ მინისტრის მოადგილე უნდა ჩამოგზავნონ დაბლა და უნდა წავაკითხოთ და რას ნიშნავს ეს იურისტი ჩამოიყვანოს კიდე დაბლა იქ. ისიც რა ყველაზე კარგი არის რომ გაკეთეს ყველა ამ თემებზე ცალ-ცალკე პეტიციები, მაგრამ ამ ხალხს არ უნდათ ხელის მოწერა. არაფერს არ უშველეს. ერთადერთი საკითხს გადაწყვეტავს ძალა, ხალხის ძალა, ხალხის ერთობა. პეტიცია უკვე ძალაა. რა თქმა უნდა, ეგეც უნდა იყოს, მაგრამ იქ ხალხის ძალა ჭირდება. ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ ყველა. ან გამოვლენდა. არის ახლა 1 საათი მართლა საკუთარი შვილის ჯანმრთელობის მაინც ხო უნდა გამოყვიდე კაცო როგორ შეიძლება ეს. ეუბნები და მაინც მე. ამ თემას რო ამოწუროთ, ამოწურეთ? არა, პრინციპში არა მოგვიწურია. და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს არის ხო? ხო, რაც ეხება ზოგადად ასრებს ახლა. მე საერთოდ ჩემ გარშემო არავინ არ ამყავს ასრილი, არც ოჯახის წევრები და არც ახლობლები. და ყველას ვაფრთხილებ, რომ სამშობიარო სახლში რო შედიან, პირდაპირ უთხრან, რომ არ გაბედოთ ბავშვის ასრა, იმიტომ რომ ის რომ BCG ბევრ ქვეყანაში ამოღებული და აკრძალულია BCG, ჩვენთან არის და არის, ერთ პერიოდი ამოიღეს, მერე ის დაუშვეს და ამ თემაზე დიდი გადაცემა გავაკეთე არაერთხელ და იყო ესეთი შანშან გარდაიცვალა ნოდარ გოგებაშვილი, რომელიც იყო იმუნოლოგიის დამფუძნებელი საბჭოთა კავშირში. 17 კაციან ჯგუფში შედიოდა. ადამიანი, რომლის წიგნები დღესაც უცხოეთში არის ბესტსელერი, წიგნები პროფესიული. და სწორედ აი ჩემი აზრი და მისი აზრი ემთხვეოდა და ისიც საუბრობს და უნდა ვაჩვენო ალბათ ეს მონაკვეთით, შეიძლება აი პეკატივის თხოვო რა აჩვენონ. და ისიც საუბრობს ჩემთან ერთად იმაზე, რომ ეს არის როგორ არის რომელი წელი იყო, აღარ მახსოვს 2001 ან 2, როცა ამერიკელებმა გამოსცეს წიგნი ონკოლოგებმა, რომელიც იწყება ამერიკის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის მიმართვით პრეზიდენტისადმი. სადაც წერენ იმაზე, რომ BCG იწვევს კიბოს, რომ ბავშვთა ონკოლოგიის გააქტიურება, გაახალგაზრდავება ხდება BCG-ს ფონზე და ითხოვენ ამოღებას და მაშინ ესე ამოიღეს რაღაც ასაკში, ნებაყოფლობით უკეთებდა ყოველ შემთხვევაში. სამშობიაროში ასაც უკეთებენ არის ჰეპატიტის აცრა. მე თავიდანვე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამ აცრისა. და დღესდღეობით უკვე ბევრი უკავშირებს ამ აცრას აუტიზმს. ისევე როგორც რამდენიმე სხვა აცრას. ეხლა ნახეთ რა ხდება. ბავშვი იბადება, ხო? ის ერთი გარემოდან, სადაც მას ჟანგბადისა, ყველაფერი აქვს, წყალშია თვითონ, დედა კვებავს. ხდება სხვა გარემოში, ხო? ის ყვირის, პირველი არის ყვირის, ეხნება ფილტვები და ის პირველი რაშვება სწავლობს სუნთქვას. სუნთქვას და მერე ჭამას და იმის მონელებას, ხო? ანუ ის ეცნობა სრულიად სხვა სამყაროს და მთელი მისი ენერგეტიკა არის მიმართული სუნთქვის სწავლაზე და თვითგამოყვების იმაზე. და უცებ მას პირველი 12 საათის განმავლობაში აჯახებენ ჰეპატიტის აცრას. ანუ აცრა რა არის? შეყავს დაავადება, ხო? მას უზიანებენ ღვიძლს, მეგობრებო, ფაქტიურად. აქედან წამოსულია უამრავი სიყვითლე, უამრავი გართულება. ამ ბავშვების კვების გართულებები, ალერგიები და ასე შემდეგ. ეს უკვე წლებმა აჩვენა, რომ ესეა. თუმცა მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი. და ისეთ მე კიდევ ბევრი რამე მაქვს შესწავლილი და აი ჩინურ, ტიბეტურ, ინდურ ამ მედიცინებში ითვლება, რომ
დამიწების ორგანო არის ორი. ეს არის ღვიძლი და პანკრეასი, კოჭუკანა ჯირკვალი. და ამას ჭირდება დრო, ანუ ამ ორგანოს ჯანმრთელი უნდა იყოს, რომ მიწაზე, დამიწება რას ქვია, კი მიწაზე დამკვიდრება, ხო? თავისი არა ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური, ფიზიოლოგიური. და ჩვენ პირდაპირ ამ ორგანოს ურტყამთ და ეხლა შეიქმნა რაღაცა პორტალი, სადაც 3-4 გადაცემა ჰქონდათ უკვე, რომელიც რეგულარულად გავა და არის სპეციალურად ასრის სიკეთეებზე. ქალი და კაცი ზიან, ახალგაზრდა ექიმი ქალი, რომელიც არის ცნობილი ვაქსერი, რომელიც მოამზადეს, გადაამზადეს, არ მინდა სახელი და გვარი ვთქვა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დამეტაკა, ჯერ კიდევ მაშინ კოვიდი რო იწყებოდა და საუბრობენ იმაზე, ზუსტად ბ ჰეპატიტის ასრაზე, რომ რა კარგია და არგუმენტი აქვთ. კითხვა, რომ ყველას დაებადება, რატო უკეთებენ მაინდამაინც პირველი 12 საათი, ხო? რა უცილებლობა? თქვათ მერე გაუკეთე, ცოტა რომ წამოიზრდება. არა, აი პირველი 12 საათი. და პასუხი იქვე, და თვითონ თავის თავს კითხეს და თვითონვე უპასუხეს. და ეს გამახსენდა პატარა უფლისწული ეგზუპერისი. ლოცს ეკითხებიან, რატო ხარო ლოციო, რატო სვამო? იმიტომ რომ უბედური ვარო. რატო ხარ უბედური? იმიტომ რომ ლოცი ვარო. მე რატო სვამო? იმიტომ რომ უბედური ვარო. და უცებ ესე იგი ქალი და კაცი ერთმანეთში ესეთ პოლემიკა აქვთ, რომ რატო უკეთებენ პირველი 12 საათიო? იმიტომ რომ უვნებელიაო. და რა იცი რომ უვნებელიაო? იმიტომ რომ პირველი 12 საათი უკეთებენო. იმიტომ რომ ესე იგი ხო გესმით რა რაზე ალაპარაკი? და აი ამის პროპაგანდა მიდის. და როცა მე დავინტერესდი წლების წინ, როცა შემოიტანეს და პოლემიკა მქონდა იმ შემომტან პედიატრებთან, ძალიან წონიანი ხალხი იყო ასოციაციასთან და ვაპროტესტებდი ამას. და მითხრეს, კარგი რა, მე სადვეძებოთ ესენიო, აქ ბარე ყველა ერთად არისო და უკეთებთო. აი საძეძებო პრინციპით. ეხლა შემდეგი თქვენ პირადად აი რას ურჩევდით? თქვენ თუ აცრიდით თქვენ ბავშვს აი ამდენ აცრეთ თუ ჩავთ. მე არაფერზე არ მყავს არავინ აცრეთ, მარტო ჩემი გარშემოც არა. ერთი შეკითხვა ძალიან რო არ გაგვიგზავნეს. კიდევ ერთი ის მინდა. აი თქვათ იმისი ტეტანუსის აცრავი. აი გეკითხებით ჩვილ ბავშვს, რომელიც არ დადის, არ დახუხავს, არ მოძრაობს საერთოდ. უკეთება თან სამჯერ ზედიზედ, რამდენიმე თვის იმით დიაპაზონით. აი რა ალბათობა არის? იმისი, რომ შეხვდება ტეტანუსი. ტეტანუსი არის ანაერობული ინფექცია. როდესაც ესე იგი თუ ის მოხდა, თუ შეხვდა რკინის ჟანგიანი, ანუ ჟანგო იყოს თქვა რაღაცა ნივთი შეგერჭო, ნუ ითვლებოდა ხოლმე რომ ჟანგიანი ლურსმანი, მაგრამ შეიძლება დანა იყოს არ რაღაცა სხვა ისა, ხო? თუ ეს ან გიკმინა რაღაცა ძაღლმა, რომელსაც კბილზე ქონდა ეს ტეტანუსი, ანუ ქონდა განავალი ნაჭამი რატომღაც. იმისი ძროხის ან ისე ცხენის, რომელსაც იმის ფუნა, რომელშიც არის ტეტანუსი. ანუ რომელიც დაავადებულია ტეტანუსით. აი რა არის ალბათობა, რომ აი იმ პატარა ბავშვს შეხვდეს სადმედან აი ეს ინფექცია, გეკითხები და თუ თქვა დიდ ადამიანს შეხვდა, ხო ჭრილობაში შეუვიდა, თუ სისხლი წამოვიდა, всё, ის მკვდარია უკვე გამოდის. იღუპება. ის უნდა იყოს ის ღრმად შესული, რომ თვითონ ის ტეტანუსი მოხდეს იმ უჟანგბადო სივრცეში. მიხვდით? გასაგებია. და კიდე ერთი, კარგი, გაუკეთეთ, ხო, 1, 2, 3. მაგრამ თუ ადამიანმა მიიღო ჭრილობა ნებისმიერი, მივიდა ექიმთან, რატო ეუბნება მაშინ ტეტანუსზე აიცერი? თუ ის იცავს, რაღაცა ჭრილობაში გაკეთებული, მაშინ რაღაცა არ გეკითხებიან გაკეთებული გაქვთ თუ არა, უნდა გაიკეთო გეუბნებიან. ცოფი და ტეტანუსი, ხო? ნუ ცოფი თუ გიკმინა ძაღლმა თქვა. და თუ რაღაცა შეგერჩო ტეტანუსი. ეხლა არის შემთხვევები, რომ მეც მithქვია, ჩემი ახლობლისთვის, რომ უნდა გაიკეთო. ამას უნდა დამირეკა ერთმა, რომ სვანეთში ვიყავითო რაღაც გადაღებაზეო და იქ ლურსმანი შემერჭო, კედელზე იყო ლურსმანიო, იმაში თავლაში. ხო და რა ვქნა, ცისხლი წამოგივიდა არა. გაიკეთე მე ვთხარი. იმიტომ ეს არის შრატი და გაიკეთეთ. ხო და აი გეკითხებით, ეხლა აი ესეთი უაზრო და მე კიდე მერის წინააღმდეგი ვარ, იცით? ადრე თუ გახსოვთ, აცრიდნენ თქვა წითელაზე, ხო? აი სახადებზე, აცრები იყო მარტო სახადებზე. აცრიდნენ წითელაზე და უყურებდნენ რაღაცა პერიოდი რო გასულიყო. მერე აცრიდნენ თქვა დიფტერიაზე. ანუ დროის შემდეგ, ხო? რაღაცა დროის შემდეგ. ეხლა უკვე ცრიან რამდენიმე ვაქცინით ერთდროულად.
თქვენ რო გონიათ რომ ერთი ვაქცინა, ერთი აცრაა. იმ ერთ აცრაში არის 3, 4, 5, ეხლა უკვე 6 და 7 კომპონენტი. რო გესმით პენტავაქცინა, სექსტა ვაქცინა, კიდე რაღაც სახელები აღარ მახსოვს. ეს რას ნიშნავს? იმას რომ შედის აი ამდენი ვაქცინა ერთდროულად და ვინმე სადმე უნახია რომ 7 ინფექციური დაავადება დაეტაკოს ერთმანეს. რა ხდას იმუნიტეტმა? როგორ დავიჯერო რომ ის იმუნიტეტი ესე გაიხლიჩება რომ 7-ვე ანტისხეული გამოყოს და 7-ვეზე დაიმახსოვრ რომ 7-ვე აი სრულად გაუგებარია ეს ჩემთვის. აი რა საჭიროა ამდენი? და კიდე თვითონ აი ამ აცრების არასწორმა გამოყენებამ მოიტანა ის რომ ფაქტიურად ესენი არც მუშაობს. და კიდე რა ხდება? თვითონ რო ნახოთ თქვენ აი ამ აცრებში რა შედის თვითონ ვაქცინაში. იქ შედის ალუმინის მარილი, შედის სინდიყი, შედის მაიმუნის გენის ნაფლეთები ზოგში, ნააბორტირებული ნაყოფის ისე რომ ხეცილები და ნუ უამრავი რაღაცები შედის, ფორმალინი და ასე შემდეგ. ისე რა ქვია, პოლისორბატ 80 და ძალიან ბევრი რამე. ანუ არის დაბინძურებული ფაქტიურად. და არის კონსერვანტებიში ზოგში ანტიბიოტიკი შედის. მოგეთ ისეთი ქაოსია რომ რა შეყავთ ორგანიზმში კაცმა არ იცის. როგორია რომ ეს აღარ არის ის აცრები რომელიც ოდესღაც იყო. ნუ გასაგებია. და ეხლა კიდე პლუს 1 დაემატა და ჩემი უნდობლობა კიდე უფრო გაიზარდა. ბილ გეიტსმა გამოაცხადა რომ აწიო ყველა ვაქცინაო CAP-ის და სისტრაფის გამო იქნება RNA პლატფორმაზეო. RNA პლატფორმა ეს არის გენური ინჟინერია, ხო? ამიტომ მე უკვე იმის შიში მაქვს და მაგიტო არ ვენდობი. რომ რას უკეთებენ, რა გენის თერაპიას გაუკეთებენ, რა გენის კორექცია მოხდება, რა ჯანდაბა აქვს ჩაფიქრებული. ანუ აი ამ პანდემიამ ადრე რო საუბრობდი ამაზე, არ მისმენდნენ ხოლმე, მისმენდნენ, მაგრამ დიდად არ ჯეროდათ. მაგრამ ეხლა როცა ლაპარაკობენ, როცა იციან, უკვე იმედია რომ უფრო მეტი გააცნობიერებს. ხო და კიდევ ერთი რა დამავიწყდა. აი რასაც მე გეუბნები თქვენ პაპილომა ვირუსზე, კარგი, მე არა ვარ ავტორიტეტი, ხო? და მარტო მე ვლაპარაკობ. და დანარჩენი პროპაგანდა მიდის ასეთი და ისინი არიან სწორები. რობერტ კენედი დღეს არის ამ ხელა ფიგურა. მთელი ამერიკის ისაა ჩაბარებული, ანუ მთელი კაცობრიობის ფაქტიურად ჯანმრთელობა და დიდი ძვრები შეუძლია გამოიწვიოს. კენედიმ სპეციალურად ჩაწერა, მე აღარ ვიცახი აქამდე რას აკეთებდა და სულ იბრძოდა ამის წინააღმდეგ. ეხლა ხან ჩაწერა და დეოს რუსული თარგმანით არის ის მიდის ტიტრები კი არა ხმა მიდის. არის ინგლისური ვერსია და რუსული თარგმანის და დავდა ჩემთან. და დამიწერა Facebook-მა ტყუილი ინფორმაცია. კაცი საუბრასაც მე გეუბნებით, იგივეს ამბობს ეს კაციც. ოღონდ უფრო გაშლილად 9 საათიანი ვიდეო და ვისაც არ დაგეზარებათ, შედი ჩემ გვერდზე, თუ გინდათ გამოგიგდებთ თქვენ და თქვენ გვერდზეც ვიდეოს, რომ უფრო ნახონ და გავრცელდეს. ну ასე რომ ახლა მეტი რა უნდა გავაკეთო მითხარით. და გინდა მაქსერების დედოფალი მიწოდეთ ახლა და გინდა ესა. გველი ხარო და ტყავი მოიხსენიო და გველი თუ არ ჩემი წელიწადი მოსულა, ჩემო ძვირფასო იცი ვისაც ეხება ეს და მაშინ მიფრთხილდი. ერთი კიდევ შეკითხვა იყო ქალბატონო თინა, გუშინ ანონსში წერდა ერთი და იქნებ გავცეთ პასუხი. ამით დავასრულოთ მე. ჩინური ვაქცინით ავიცერიო ალბათ ან სინოფარმი და ეს სინოვაკი. ხო და მის შემდეგაც ცუდად ვარ რომ გულის ფრიალები და რაღაცა დამჩემდაო და აი რასთან გვაქვს საქმე თქვენ მაინც როგორ ახსნით? განიცდის უარაფერი დამემართებაო და აი ამაზე შეიძლება ახლა პასუხი. ხო იცით რაში ეს საერთოდ ეს ხო იყო დიდი ექსპერიმენტი, ხო? მთელი ეს COVID აფერა და გამოცდა მოხდა ყველა ვაქცინით, როგორც RNA ვაქცინების, ასევე ჩინური კლასიკური ეს ჩინური ხო ტრადიციული წესი იყო, მაგრამ მაინც გამოცდა მოხდა ყველასი, ხო? ყველა ვაქცინის. 1/3 იყო პლაცებო. ვის რა შეხვდა იყო უფრო ძლიერი, შედარებით სუსტი და მესამე პლაცებო, ანუ წყალი ფაქტიურად ფიზიოლოგიური ხსნარი ასე ვთქვათ. ამის ტოლფასი, თქო, ფიზიოლოგიური არ იყო, მაგრამ აჰა, ზოგი ძალიან სუსტი იყო, ხო? ზოგი იყო სუსტი, ზოგი ცოტა ძლიერი და ზოგი ნუ საერთოდ და თქვა რომ ცერცვაზე თქვა თავის დროზე ჩინური რომ შემოდიოდა, მაშინ შემოვიდა 40% ზევით ვერ აწიეს მისი ეფექტურობა ქაღალდზეც კი. და ცერცვაზე თქვა რომ ეს ჩინურიო არისო უფრო სუსტად დამცველიო, მაგრამ სამაგიეროდ ნაკლებად მავნებელი ვიდრე ფაიზერიო.
თავის პირით ნათქვამი არსებობს ჩანაწერიც. კი ბატონო. ასე რომ ფაქტიურად ვინც შინურით ვისაჭყუა იყო და შინურით აესრა, ისინი უფრო კარგ მდგომარეობაში არიან. ეხლა არ გამოვრიცხავ რომ ამის ბრალი იყოს, იმიტომ სახსრებზე იმოქმედა. ამის გართულებები ძირითადად არის მსუბუქი, არავინ არ კვდება ამითი, მაგრამ გამოიწვია სახსრების და კუნთების ტკივილები უფრო შინურმა, ანუ კარგად ახალ გადარჩენილი, თუმცა მეორეც არის ახლა თქვა გულის ფრიალები და ეს ახლა ბევრს გაუცრელებსაც, იმიტომ რომ მიდის გადატვირთვა პლანეტის, გადასვლა ერთი ვიბრაციიდან მეორეზე და ამას ფიზიკური სხეული ცოტა რთულად ეგუება და ძალიან ბევრს და რაღაცა ხან ჯანდება ხან მთვარეზე რაღაცა აფეთქებაო ხან ძეზეო ხან რაღაცა დღეებია მაგნიტური ესეთი ადრე თუ იყო სოფელში ერთი ადამიანი რომ სახსარი ატკივდებოდა ეხა ბავშვებიან დიდებიან ყველას რაღაცა რეაქცია აქვს ამ იმაზე და შეიძლება უბრალოდ ამ ქალბატონის სხეული ამაზე რეაგირებს შეიძლება ეს არც იყოს იმდენად აცრასთან კავშირში და ყველაფერს მაგას ნუ დავაბრალებთ ზოგადად მოგანებთ აუცრელებსაც აქვთ ისა. კუნთების ტკივილიც არის, სახსრების ტკივილიც არის, ტახიკარდიები განსაკუთრებით ღამის საათებში და უფრო კიდე სამსმთვარეობაზე არის ხოლმე რომ ბევრი მირეკავს მაგ ჩივილით. ნუ მაგას არაფერი საშიში არ არის, არაფერი არ მოგივარ, უბრალოდ კარდიოლოგი გჭირდება და ნუ ცოტა კვებით ხელი შეწყობა და ცოტა დიეტა, ცოტა ვარჯიში და ჩემთან თუ შეხვალთ ჰომეოპათიის გვერდზე, წვეთი არის ცისფერი ესეთი ლოგო. ჰომეოპათია ქართულად და ჰომეოპათი ინგლისურად ესეთი ვისა. იგდა ხოლმე ძალიან მარტივ ვარჯიშებს. დაიდო ახლა სხვადასხვა ქვეყნების ისინი სამწუთიანები პატარები ისეთი რომ ისაწვდომი იყოს ყველასთვის. ქალბატონო თინა უღრმესი მადლობა და მე ვიტყოდი იმას რომ ჩვენ მუდმივ კოორდინაციაში ვიქნებით თქვენთან ყველა ინფორმაციას მოვგვაწვდით და უკვე თუ აუცილებელი გახდება მე რეაქციები ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მე უკვე მაგას რომ აი აქ ისეთი საგანგაშო რაღაცები ნახეთ ეხლა ჩვენ მე ეგ არ ვიცოდი ყველაფერი ეხლა მივხვდით ნუ და რატომ ერჩია ჩვენ ამაზე ძალიან კარგი რა თქმა უნდა ვინც სიმართლეს ლაპარაკობს ერჩიან და ბოლოს მინდა მეგობრებო ამ თემის გარდა ერთი განცხადება გავაკეთო დღეს გავაკეთეთ ჯგუფი ქართველთა დიდი გაერთიანების მამული ენა სარწმუნოებისთვის უკვე არის Facebook-ზე და ყველას ვთქვათ გაწევრიანდეთ ჩვენ 31 მარტამდე გვინდა რაც შეიძლება მეტი გამომწერი ყავდეს აი ამ გვერდს და სწორედ ამ გვერდიდან ჩვენ დარბაზში როდესაც გვექნება დამფუძნებელი კრება პირდაპირ ეთერს განვახორციელებთ და ამიტომ ვისაც ვინც ვერ დაესწრებით და მე მოგინდებათ რა თქმა უნდა ყურება ამ ყველაფრის გვერდი უნდა გქონდეს გამოწერილი და ნახავთ ყველაფერს პირდაპირ ეთერში. მადლობთ ყურადღებისთვის დიდი გვერდი Facebook-შია, ხო? კი. მოკლედ აი ეს მინდოდა სულ მეთქვა ყოველთვის ჩვენ მზათა ვართ ყველა ინფორმაციისთვის გავაშუქოთ ქალბატონო თინა თუ რამე იქნება სასწრაფო ყოველთვის გვიგულეთ მზად ვართ ჩვენ. ეს გადაცემა შემდეგში გავაპეკატივზე ალბათ ერთ-ორ დღეში კიდევ ასე რომ კარგად განდებოდეთ მეგობრებო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მომეცით საშუალება თქვენ მსმენელებთან და მაყურებელთან ამ ინფორმაციის მიტანის. მადლობა თქვენ ქალბატონო. Show